ხო ხართ კომფორტულად. კი, ბატონო. შეგვიძლია დავიწყოთ ესე იგი, ხო? დაჩი ჩემო გვესწრება იმედი. ხო, თავისუფლად ისეთ შეზღუდული თემა არ გვაქვს და შესაბამისად აი ამ რაღაც ნებისმიერ თქვენთვის საერთაშორისო თემას შევეხოთ და ნებისმიერ რაღაც აქტუალურად რაც მეგაჩნია და სწორი რაც მეგაჩნიათ იმასაც გავიაროთ რა. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა. დიდი ხანია გეგმავდით, მაგრამ განსაკუთრებით აი რესან შენთან რაც დავიწყეთ საერთოდ პოდკასტები იმის მერე რაღაცნაირად გვინდოდა სულ რომ ჩვენი სტუმარი ყოფილიყავი. ნიკას აი რამოდენიმე ხნის წინ ნახე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნიკას ინტერვიუ და ძალიან კარგად მოხდა ყურში ის ტონი და ის პოზიცია რაც ჰქონდა მას განსაკუთრებით ფონი იყო კარგი როცა წამყვანი გამოირჩეოდა რაღაც ესეთი აი განსაკუთრებული ხარისხის პროპაგანდით იყო ასე ვთქვათ დატვირთული და აი ამ ფონზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის ტონი და ის მოუდი საუბრის და აი ამიტომ რაღაცნაირად ვიფიქრე რომ თქვენ ორნი მიუხედავად იმისა რომ დავა არ გამოგვივა დღეს საკამათო დიდად არაფერი ალბათ თქვენ პოზიციებში არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს რაღაც საინტერესო დისკუსიის, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც არ ხართ პოლიტიკოსები, მაგრამ და ამაზეც ვისაუბროთ, პოლიტიკას როგორ უყურებთ, რა არის პოლიტიკა, წარმოადგენთ ბიზნესს, განსხვავებულ ბიზნესს, მაგრამ რაღაცნაირად ესეთი დოვლათის მკეთებელი ხალხი ხართ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი საქმიანობაც არ ქვია ამას რა, ანუ ადამიანური რაღაც ყოფა და ყოფითი მდგომარეობა, რასაც ბიზნესმენობა ქვია და თან მიხარია რომ აი ამ კუთხით მოგვიწევს განხილვა დღევანდელი ვითარებაზე ვისაუბროთ რა ხდება ქვეყანაში რას ფიქრობთ რატო ხართ და შეწუხებულები ხართ იმიტომ რომ გააქტიურდით ხო რაღაცნაირად კომფორტის ზონიდან აშკარად გეტყობათ რომ რაღაცა გაიძულებთ რომ ამ კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ რა და აი ამაზე მოდი ამით დავიწყოთ საერთოდ აი ეს რა არის ის რაც თქვენ წუხილს იწვევს რაც თქვენს აი ამ მდგომარეობიდან, აი ჩვეულებრივი მდგომარეობიდან რაღაცნაირად გაიძულებთ, რომ რაღაცაზე ხმა იმაღლოთ, რაღაცა პოზიცია დააფიქსიროთ, რაღაცა თქვათ თქვენ რაც მეგაჩნიათ მნიშვნელოვანი, აი რა არის ეს მდგომარეობაც და ის პასუხისმგებლობაც რა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მე დავიწყო. რესა? კისა. ხო, ანუ აბსოლუტურად სწორად თქვი რომ ეხლა მე ჩემი სახელით ვისაუბრებ, იმიტომ რომ სხვა სახა არავის წარმოვადგენ აქ. არის ძალიან დიდი დისკომფორტია და არაფერ კავშირში არ არის მართლა იმ ჩემ საქმიანობასთან ესე პირდაპირ და არანაირი სურვილი არც მაქვს რომ ამაზე იყოს ჩემი ფოკუსი, იმიტომ რომ ფოკუსი სადაც არის, იქ კეთდება საქმე ძირითადად და კარგად ვიცი რას ნიშნავს, როცა ეს ფოკუსი იკარგება და რაღაც სხვა მიმართულებით ხდება კონცენტრაცია. რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ რასაც არ უნდა აკეთებდი, ანუ რა საქმიანობითაც არ უნდა იყო დაკავებული, როცა ასეთი ცვლილებები ხდება შენს გარშემო, შეუძლებელია ეს არ აისახოს შენზე. და თქვათ რაც უნდა ეცადო რომ რაღაც წარმატებას მიაღწიო იმ შენ სივრცეში, რომელშიც ხარ, თუ ასეთი მნიშვნელობის, თქვათ ცვლილებები ხდება შენს გარემოში, არ არსებობს რომ ამან ასახვა არ პოს იმ საქმიანობაზეც მათ შორის რა. ამიტომ თქვათ რა რისი გაკეთება შეგიძლია, მე უკვე ფიქრობ რომ თქვათ აი რა მე რა როლი შემიძლია ამ ყველაფერში ვითამაშო. სამწუხაროდ თქვათ ჩვენ რო გწოდნო და რომ ასეთი თქვათ რაღაცა ასე განვითარდებოდა მოვლენები, ალბათ ჩვენს ამ სოციალურ კაპიტალსაც სხვანაირად დავაგროვებდით მაშინ რომ ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია, იმიტომ რომ ჩვენი საქმე იყო ბიზნესის კეთება. ეხლა ისე გამოდის, რომ თქვათ რაც უფრო დიდი გავლენა ექნება იმას, რასაც ჩვენ ვიტყვით, გგონია, რომ ამით რაღაც პოზიტიურ როლს ვითამაშებთ და ისე აღმოჩნდა, რომ რაღაც საინტერესო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ანუ რაღაც უფრო საზოგადოებრივი საქმიანობა ან საზოგადოებრივი მოღვაწეობა თუ ესე ცოტა გადაჭარბებულად ნათქვამი არ იქნება, რაღაც მაგ პროცესში მომიძია ჩართვა, რომლისთვისაც რა თქმა უნდა მზად არ ვიყავ, იმიტომ რომ არ შეიძლება ახლა ამისთვის მომზადო, როცა ბიზნესით ხარ დაკავებული. მე მეგონა რომ ბიზნესის კუთხით ვაკეთებდი მაგას და ვთქვათ იქ როცა ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს და
იქ მგონია რომ რაღაც დოულაც გვნიდი, აი ამით ვახერხებდი თითქოს რაღაცა ქვეყნისთვის და საზოგადო კეთილდღეობის შექმნას. მაგრამ ახლა გამოჩნდა რომ არ არის ეს საკმარისი ეს სივრცე ამ სივრცეში მხოლოდ და რაღაცა საჭიროა რომ გააქტიურდეს სხვა მიმართულებით, რომელშიც კიდე ერთხელ ვიმეორებ მე ეს არ არის ჩემი სივრცე, მე არ ვარ ამის პროფესიონალი და ეს პრინციპში დისკომფორტს ესეც მიჩენს. გარდა იმისა, რომ თან მე ალბათ ჩავშლით კიდე თემას ზოგადად პოლიტიკურ კულტურაზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს ამ აქტიურობას, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, იმიტომ რომ რისკების ესეთი ის გვაქვს აზროვნება, რომელიც ცდილობს რომ რისკების მინიმიზაცია პრინციპში მოახდინოს, გასაგები რისკსაც მივდივართ თუ რამეს გვინდა რომ გამოგვიდეს, მაგრამ თან ვითვლით კარგად ამ რისკებს წინასწარ და ამის გათვლა ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა რისკებთანაა დაკავშირებული ეს ჩვენი აქტიურობა და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად დისკომფორტია. თუმცა რაც ვახსენე ისიც რომ იმ სივრცეში ხარ, რომელშიც შენ პროფესიონალი არ ხარ და ჩვენ ახლა საქმიანი ხალხი, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ალბათ ნიკოს სახელითაც საუბრებ, ანუ ჩვენ არ ვართ შეჩვეული დილეტანტიზმს და არაპროფესიონალიზმს და საერთზე ლაპარაკს, ხო? ანუ ჩვენ ალბათ ჩვენი აზროვნებით რაღაც უფრო ფუნდამენტურად უდგებით და სისტემურად უდგებით ყველაფერს და უცებ რო გიწევს რაღაც ისეთ სივრცეში აღმოჩენა, რომელიც ესე კი ალბათ რაღაც ყველა ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში თვითონ ამ სივრცეზე, იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენ ვაკუუმში ხარ გვიწევს მუშაობა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი პირდაპირ საქმიანობა და ამიტომ არაპროფესიონალები ვართ. და ახლა არის ის პერიოდი, ის მომენტი უბრალოდ, როცა ეს პროფესიონალიზმი ძალიან მჭირდება. აი ახლა რომ შემეძლოს რომ უცებ თქვა დავაგროვო ამ მიმართულებით რაღაც ექსპერტიზა, ფიქრობ რომ აი ჩემი ქვეყნისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შეძლებდი. და ამ დროს მიწევს რაღაც დილეტანტის დონეზე უცებ რაღაცეების თქვათ, არ ვიცი, აკრეფა ქვია ამას თუ რაღაცა, აი ახლა რასაც ვკითხულობ, ფაქტურად ლიტერატურად ცალსახად ეხება ამას. და თქვათ, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფოს მართვას, მოწყობას და ასე შემდეგ, სახელმწიფო მართვა არის ჩემი პირველი ეს მეიჯერი, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო ეს ყველაფერი და მაინც უფრო თვითშემოქმედებითი ის იყო საქმე. პრაქტიკა თუ გაკლია თორე თეორიაში ამგონია თეორიის ნაწილში, ხო, თეორიის ნაწილში, მაინც როცა ბიზნესზე ხარ ორიენტირებული, ზირთადად ეხლა ჩემი თქვა ხატრული ლიტერატურას თუ დავდავანებ, ზირთადი ლიტერატურა და ეს ექსპერტიზის, ასე ვთქვათ, თეორიული ნაწილის აკრეფ მიდიოდა მაგ მიმართულებით, მაინც. კიდე არ გინდა მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა ამ სივრცეზე, რა თქმა უნდა. ჩაგიკითხო მინდა რაღაცა, მაგრამ ნიკას მიცეთ საშუალება თავისი გითხრას და მადლობა მოწვევისთვის. ხო, იცი როგორ არის, მეც ბიზნესში როდესაც ვოპერირებდი ყოველთვის რაღაცა მოტო, ასე ვთქვათ და იმის გარდა რომ ასე ვთქვათ, არ ვიცი, კარგი კომპანიები მემართა, ქონოდა, შემექმნა, ჩემ გუნდთან ერთად ღირებულება გამეზარდა, მეტი მოგება მეშოვა, ბუნებრივად რაღაც სხვაც გამოძრავებს და ეს სხვა ყოველთვის იყო და არის ჩემთვის, რომ რაღაცნაირად თუ რა იმ პოზიციიდან რა პოზიციაშიც ვარ, რომ ჩემ ქვეყანას რაღაცა ერთი აგურის დადებაში დავეხმარო, რომ უფრო წარმატებული იყოს რა ეს ქვეყანა რა. ეხაც გინდა არ გინდა ჩემ ეს პროცესები როცა დაიწყო, ჩემ თავს ამ კითხვას უშუალდი, რომ აკეთებ თუ არა იმას, რის გაკეთებაც შეგიძლია რა. და მაგითო ასე ვთქვათ, მომიწია უფრო აქტიური მოქალაქის როლის მორგება და იმ კომფორტიდან გამოსვლა რაშიც ვიყავი. და რესანს ვეთანხმები, არ არის ეს კომფორტული როლი. თუმცა მე არ მინდა რომ იმ პოზიციაში ვიყო, არ ვიცი, 3 წლის, 4 წლის თუ 10 წლის მერე, რომ ჩემ თავს ეკითხვა დაუსვა და გავაკეთე თუ არა ის გაკეთება შემეძლო ამ პროცესისთვის და იმ ასე ვთქვათ, იმ მოტოსთვის, რომ ჩემ ქვეყანას როგორც შემიძლია იმ პოზიციიდან მივეხმარო, მინდა რომ ამ კითხვას მინიმუმ პასუხი გავცე, რომ კი რაღაც დონეზე მაინც გავაკეთე რა, იმიტომ რომ მე მგონია ყოველთვის, რომ
ჩვენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე თითოეული ადამიანის გადის ძალიან ბევრი რაღაც და ამით იქმნება მერე შედეგი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით და უპასუხისმგებლობითაც და ხშირად ადამიანები ვცდილობთ რომ თავი შევაფაროთ რაღაც კოლექტიურს და ეგ კოლექტიურთან შეფარებაც ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ქვეშ არის ყველაფერი რომ და აი ეგ ბრძოლა გვაქვს ყოველთვის და ესეთ დილემა რომელსაც მგონია რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა იფიქროს ამაზე რომ რას აკეთებს თავის თუნდაც ვიწრო პასუხისმგებლობის ფარგლებში. იცი რა არის საინტერესო, ისეთ ქვეყანაში, დამშვიდებულ ქვეყანაში არადროს არ გვიცხოვრია, ხო? ანუ საგიჟეთი ხდებოდა ყოველთვის, მე რაც თავი მახსოვს ახლა რაც საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, ჯერ მანამდე რა იყო, მაგრამ მე რა დაინგრა, ნუ არასდროს არ დაალაგებულა რა, მაგრამ აი რომ მომიწია რომ ამბობთ, აი ორივე მახსენეთ, რომ აი ხა ბოლომ თქვათ მოვლენება ვიკარნახეს და გვიბიძგეს, რომ რაღაცნაირად ესე არ მივყოლოდით და რაღაცა უნდა და ზუსტად რა არის ეს წყალგამყოფი, აი რა მოხდა ისეთი, რომ რამაც გათქმენათ, რომ არა, ეხლა არ შეიძლება სიჭუმე რა. ანუ რა იყო, სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ის იყო, ნუ გასაგებია ბოლო თქვათ რაღაც განცხადებები შეიძლება იყოს იგივე მთავრობის კურსი, მაგრამ აი კონკრეტულად რას აკავშირებთ, რამაც აი ეს გაიძულათ, რომ ეს კომფორტის ზონა დაგერღვიათ. პრინციპში ორივესთან მაქვს ეგ კითხვა. ხო, ჩემთვის იყო ალბათ ის, რომ მიუხედავად იმისა, რაც ვხედავდი, თქვათ ის პრობლემები ამ მართლობაში, არა, ნუ პრობლემები, რაღაც საშიშროებები და ყველაფერი ის ცუდი და მანკიერი, რასაც ხედავდი, თქვათ, მართლობაში, პრინციპში ასატანი იყო, რახან მე ჩემთვის ჩამოყალიბებული მქონდა, რომ აი მე ჩემი საქმე არის ბიზნესი კეთება და თქვათ, მოდი მე ამას დავკონცენტრირდები იმ ხრივ, რომ ქვეყანას გაცხადებული ქონდა მაინც თქვათ ევროპისკენ გეზი, რაც გულისხმობდა იმ ყველა იმ რეფორმის ჩატარებას საბოლოო ჯამში, რაც აუცილებელი იყო და გრძნობდი, რომ მაინც კი ნელი ნაბიჯით, ანუ გაცილებ ალბათ მაგაზეც ვისაუბრებთ, ანუ გაცილებით ნელი ნაბიჯით ვიდრე შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ რაღაც წინ მივდიოდით. ამიტომ მე პირადად თვალს ხუჭავდი ყველაფერ დანარჩენზე, იმიტომ რომ ნუ ეს გეზი ჩვენს ქვეყანას აღებული ქონდა და ვიცოდი რომ ნუ პრინციპში არც საზოგადოება ჯერ ბოლომდე მზად ამისთვის არ არის და შეიძლება ამას რაღაცა დრო სჭირდებოდეს იმისთვის რომ ეს ყველაფერი და ამოდი ამ შვიდად წყნარად რაღაცა შენ საქმეს მიხედე და ეს ქვეყანას ნუ ადრე თუ გვიან რაღაც ნაბიჯები იქმნება, ასოცირების ხელშეკრულება, ის შემდეგ კანდიდატის სტატუსი რაღაცები ხდება, მიდიხარ წინ. როცა ითქვა, რომ ჩაგვაყენეს უცებ ესეთ ვითარებაში, რომ გითხრეს, რომ იცი რა, ჩვენ ანუ აპაუზებთ ამ პროცესს. ნუ გარდა იმისა, რომ კონფრონტაციული გახდა ეს ურთიერთობა და რაღაც ტოქსიკური ურთიერთობა ჩამოყალიბდა დასავლეთთან აბსოლუტურად გაუგებარი იყო თავიდან. და მე ნუ ისიც ითქვა, რომ აი უკვე აპაუზებთ ყველაფერს და ვჩერდებით, ხო? მაგრამ ნუ ის მომენტი როცა მე პირადად გავაქტიურდი, ეს იყო აი მეორედ რომ შემოვიდა ეს კანონი. რომელმაც ეს ურთიერთობა კიდევ უფრო კონფრონტაციული გახადა და რომელმაც ჩემთვის ცხადი გახადა, რომ აქ ჩვენ უკვე რუსეთის თამაშს თამაშობთ. და რატო თამაშობთ თქვათ იმისთვის, რომ ეს დიქტატურა შენარჩუნებულიყო, თქვათ, ეს დიქტატურასაც რო ახსენებ რაღაც ესეთი ის არის რა, თითქოს ხმამაღალია, მაგრამ საერთოდ არ არის, იმიტომ რომ რაღაც ერთი ადამიანის მმართველობა არის, აქ უბრალოდ ვისაც არ ესმის, თქვათ, იმას გონია, რომ აი ტირანია და დიქტატურა ერთ და იგივე, უბრალოდ დიქტატორის გადასაწყვეტი, აი ხვალ რო გადაწყვიტოს დიქტატორმა რომ გახდეს ტირანის, გახდება ტირანი და მას ხელს ვერავინ ვერ შეუშვეს. ანუ პრობლემა დიქტატურის ზუსტად ეს არის, ანუ ერთ ადამიანის რაღაც განწყობებზე ხარ დამოკიდებული, როგორ ფეხზე ადგება ეს მეორე დროს. ხოდა რომ შემოვიდა ეს მეორეჯერ რომ შემოიტანეს ეს კანონი და უკვე წავიდა ეს რაღაც თითქოს შეუქცევადი პროცესი, აი მაშინ მივხვდი რომ ეხლა ჩვენ თუ ნუ მე ჩემი მხრიდან თუ არ გავაქტიურდით რამაც წამის წინააღმდეგ თუ არ წავედი, ანუ ჩვენ კარგავთ ფაქტურად მომავლის პერსპექტივაც იკარგება ამ შემთხვევაში და ქვეყნის შიგნითაც მოწყობის თვალსაზრისით თავარი ჩემთვისაც არის, რაც იკარგებოდა, ეს იყო ანგარიშვალდებულება. როცა ანგარიშვალდებულება ჩაჭრილია და მე ვარ რაღაც ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ვიცი რომ შიგნით ინსტიტუტები ისედაც არასდროს არ გვივარგოდა და ახლა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა რომ ფაქტიურად არაფრის მაქნისი არ არის არც ერთი ინსტიტუტი, ანუ ვინც უნდა აბალანსებდეს თქვათ და
checks and balances რაც არის აი იმის როლს თამაშობდეს ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ინსტიტუტი. ესო ვიცოდი, გარედან მაინც გქონდა იმედი, რომ სანამ ეს გარედან რაღაცის არსებობს, თქვათ რაღაცა ობიექტურობის ნაპერწკალი იყო ამ ყველაფერში. მე ესეც ჩაიჭრა. და დავრჩით აბსოლუტურად იზოლირებული მარტო ერთი ვერტიკალის და ერთი დიქტატორის ხელში. ეხლა ამ სიტუაციაში შენ რა შეგიძლია რომ გააკეთო, ხო? ეს დიქტატორი, რა თქმა უნდა, ძალადობას ნელ-ნელა უმატებს, იმიტომ რომ არ არსებობს ისტორიაში დიქტატორი, რომელიც ძალადობას პირიქით. დამშვიდებისკენ ვიდეოს, ანუ რაც უფრო მეტად ეს შიში ღვივდება იმის, რომ შეიძლება შენ ეს ძალაუფლება დაკარგო, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული ხდება. ანუ შენი მხრიდან რა შეიძლება რომ გავაკეთო? თუ ამას არ შეეწინააღმდეგე, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად და მეტად აგრესიული გახდება. გასაგებია, რომ ჯოხი შეიძლება შენზე გარატყდეს, მე საბოლოო ჯამში და შენ აღმოჩნდა დაზარალებული პრინციპში და ცხოვრება მაინც ჩაიაროს და წყლებმა მაინც ჩაიაროს, ასე ვთქვათ, მაგრამ შენ რაღაც მაგ მომენტში აი რაც ახსენა ნიკამ ზუსტად ეგრო გადაწყვეტილებას იღებ, რომ მოკლედ თუ ამ სივრცეში მე ვრჩები და თუ უნდა ვიყო ამ სივრცის ნაწილი, მაშინ რაღაც ჩემ თავთან მექნება გასამართლებელი ის, რომ რაღაც მე გავაკეთე ამ კუთხით რა და მე მგონი აი ეს სინდისი ქვია ალბათ ნაწილს, რომელიც ყველა ადამიანში არის რაღაც ეს შინაგანად თუ მოусმენ კარგად უბრალოდ სამწუხაროდ რაღაც დაყრუებულია ზოგი, მაგრამ თუ მოусმენ ამ სინდისის ხმას, მოკლედ გეუბნება იმას, რომ აი ამ დროს გაჩერება არ შეგიძლია რა და არასწორი არის გაჩერება. და რო გაჩერდე, მე მგონი უარესად იქნები, ვიდრე რაც უდი შედეგიდაც არ უნდა დასრულდეს ეს პირადად შენთვის ეს საუბარი. მე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, აქ უბრალოდ დღეს არის ასეთი გადაწყვეტილება, ვთქვათ, რომ პირობითად ილაპარაკონ. ვთქვათ, ვიღაცებმა და ხვალ ზუსტად ან დღეს საღამოს შეიძლება იყოს გადაწყვეტილება, რომ არავინ აღარ უნდა ილაპარაკოს და ვინც აქამდე საუბრობდა, ის აღარ უნდა არსებობდეს. ანუ მე ჩვენ რეალურად ვერავინ ვერ დაგვიცავს, ანუ რაღაც რო იყოს, ჩვენ ვერ დაგვიცავს ვერავინ და ვერაფერი. ანუ ვერც ერთი ინსტიტუტი ქვეყნის შიგნით და ვერც ერთი ინსტიტუტი ქვეყნის გარეთ. როგორც ჩვენ ხედავთ, ზუსტად ინსტიტუტები მომართულია პირიქით თუ რამე დაჭაგვრას და გადაწყვეტს. და ზუსტად ვიცით, რომ ანუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, თან ისე კი არ აღიქმება, რომ ეს ჩემი პოლიტიკური ოპონენტია თუ რაღაც აი ობიექტური ჭეშმარიტება, რასაც ფიქრობს, რომ არის თქვა იმას ამბობს, ან ეს არის, რომ შენ უბრალოდ რო საუბრობ, ხარ მტერი და ხდება შენი დეჰუმანიზაცია, რაც ყველაზე ცუდი არის, როგორც მოიხსენებათ და ნუ ის რაღაც იარლიკებს მოწებება გასაგებია, მაგრამ ზოგადად შენ ადამიანად აღარ აგიხმები და პრინციპში შენი განადგურებაც რომ მოხდეს, ანუ მეორე მხარეს ზუსტად იცი, მათ შორის შეიძლება ახლობლებიც ყავდეს მეორე მხარეს, რომლებიც ამ პროპაგანდიდან გამომდინარე იმ მდგომარეობაში არიან, რომ პრინციპში შენ რო რაღაც მოგივიდეს, ანუ მათთვის ეს იქნება, აი იპოვიან ამის გამართლებას, რომ აი რატო ვერ გაჩერდა, რით ვერ რაღაცა, აი აუცილებლად იპოვიან რაღაც გასამართლებას და ნუ ფანატიკოსებზე და იმაზე. თავისი ჩახშული სინდისის ხმის კომპლექსის გამო მაინც. ხო, გასამართლებლად ხო იტყვიან, რომ ნუ აი ვეუბნებოდი რომ გაჩუმდი, რომ არ გაჩუმდა, იმიტომაც დაემართა. ანუ არა ისიც არ იქნება, რომ ვიღაც შეიძლება გულშემატკივარი, თუნდაც მაგით იყო, რომ აი ვიღაც გულშემატკივარი იქნება. ამიტომ ესეც მე მგონი კარგად ვიცით ჩვენ ვინც ამ დროს რაღაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომ მარტო ვართ ამ გადაწყვეტილებაში სამწუხაროდ. ну კი არის მე ჩვენს მხარეს არის რაღაც ადამიანების ჯგუფი, მაგრამ ჩვენ ვართ მოწყვლადი ჯგუფი. იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არ არის ძალაუფლება და არანაირი, ვთქვათ, დამცავი მექანიზმები, რომელიც ჩვენ შეიძლება თავი დავიცვათ. ამიტომ ეს ყველაფერი კარგად გაცნობიერებული, ვთქვათ, მაქვს მე და დარწმუნებული ვარ, ანუ როცა ამ ნაბიჯს ვდგამ და როცა თუნდაც ასე ვსაუბრობ. უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი თუ ასე მაინც არის, ანუ ეს ნაბიჯი მაინც არ გადადგია, ეს უარესი იქნება. და უარესი იქნება ზოგადად საზოგადოებისთვის, ჩვენთვის პირადად, იმიტომ რომ ეს მოსვენების შესაძლებლობას არ მოგცემს. და გამარჯვების იმედიც რო არ გქონდეს, იმიტომ რომ როცა სიმართლის მხარეს ხარ, მაინც გაქვს გამარჯვების იმედი და ეხლა გამარჯვების იმედი რო არ გქონდეს, ეხლა ბიზნესმენები ვართ და მე მგონი ამასაც არ დავიწყებდით, ხო? ალბათ ამ პროცესსაც მაშინ ალბათ იტყოდი, რომ ნუ კარგია. მაშინ წავედით და არ ღირს და საერთოდ გაზუსტავთ. ხო, აღარ გისახსოვრებ. ანუ გამარჯვების იმედი გვაქვს, იმიტომ რომ რაღაც სიმართლის მხარეს ვართ.
როგორც მე მწამს რომ ვარ სიმართლის მხარეს ვარ გულწრფელი ამ ყველაფერში იმიტომ რომ შეიძლება ჭეშმარიტებას არ ვამბობდე მაგრამ გულწრფელი ვარ და რაც მიმაჩნია რომ სწორი არის იმას ვამბობ სისტემასაც იდეაში ესეთი ადამიანები ყველაზე მეტად აშინებს ამიტომაც უფრო საშიშია ამ დროს აქ უთხით საშიშია ხო იმიტომ რომ შენთან მაინც შედარებით რთულია რომ რაღაც მოგაწეპონ იმიტომ რომ ეხა ну ყველაფერი შესაძლებელია ხო ყოველ შემთხვევაში რისკს მან ხედავენ რა ხო რაღაცას იპოვენ მაგრამ აი ზუსტად ბოდიში რო გაწვენ აი ზუსტად მაგის გამო ვიფიქრე მე პირადად რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა რომ რაღაც მე მელაპარაკო ანუ ეხლა მე რო ვიყო რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი ან რაღაც რომ მქონდეს ამბიცია რომ ხელისუფლებაში მოვიდე ან რაღაც ესეთი ხო იციან რომ ეხლა თვითონაც იციან ყველა მიცის რომ არანაირი მსგავსის მე არ ამბობს ხო და ზუსტად ჩემი პასუხისმგებლობა უფრო მეტია ასე მგონია იმიტომ რომ წესით მე თუნდაც ერთი ადამიანით მეძზე მაინც უნდა მოვახდინო გავლენა ზუსტად მაგის გამო რომ მე არ მაქვს არანაირი თქვა ამბიცია არ მაქვს არავის მიმართ ზიზღი საერთოდ არც ერთი ადამიანის მიმართ მაქვს პატივისცემა ადამიანის მიმართ უბრალოდ როცა ვხედავ რომ რაღაც არასწორი არის ის უნდა ვთქვა და უნდა შევეცადო რომ ის აუცილებლად გავასწორო ჩემს გარშემო რაღაც ესეთი ის მაქვს სოფხედველობა ჩამომიყალიბდა და მოგდათ აქ უთხით ალბათ არის კი უფრო მეტი დისკომფორტის შემქმნელი ვიდრე ვთქვათ რომელიღაცა პარტიული ასევე ყველანაირი მის მიუხედავად ვთქვათ განწყობის და მიუხედავად იმისა, რომ ნაცის იარლიყები დიდი ხანია მოგვაწეფეს ალბათ უკვე. ხო, პირდაპირ მოდის. ხო, მაგრამ მაინც შედარებით უჭირთ, ხო, ვიდრე შეიძლება პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელზე თქვა. აი, მაინც შედარებით უფრო მეტად გაუჭირდებათ. ხო, თქვენ შემთხვევაში კიდე ის არის. ხო, არა, ну, რა ვიცი. ჩემს შემთხვევაში მე რა, სხვას მიპოვენ, ხმა ასე ყველაფერს უპოვე, იმიტომ რომ ყველა რაღაცა ცოდვილი ვართ ჩვენ. ჩვენ აი ბოტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აი ბოტების შემოსევის მიხედვით რა ჩვენ ვიდეოებზე, ანუ განსაკუთრებით აქტიურობენ პატარ-პატარა ვიდეოებს ვჭრით ხოლმე და იქ აი განსაკუთრებით აი რილსებზე შემოვარდნა მიდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც ბაბლისიკით, აი ვთქვათ იგივე რუსთაველის ან რაღაცა ეხლა ეს რადიკალურებს რასაც იზაღებ, ამ ბაბლისიკით, ვისაც მეტი ხმა, ვისაც მიუწვდება ხმა პოტენციალი აქვს, აი მათი გაშავება აშკარად ერთი და იგივე მესიჯებით თან რო ეტყობათ, აი ზუსტად დალაგებული საათსაც გაასწორებ, რომ ის ნახევარზე დილით რო იწყებდნენ რაღაც ღამის 2 საათამდე, ჩვეულებრივად აი ქარხანა მუშაობს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს უტევენ, ვისაც აი ეს პოტენციალი გააჩნია რა, მაგრამ და შესაბამისად ესეც ტკივათ რა. აი ნიკასაც რა მოусმინოთ გამოსწორების იმედი რისი გქონდა, გამარჯვება და სად ასე ვთქვათ, სად იყო ის გარდამტეხი მომენტი, ხო? ეხა რო ასე რეტროსპექტულად რო შეხედო ამ ყველაფერს, ეხა მე მუშაობა მიწევდა ყოველთვის სხვილ კომპანიებში, ასე ვთქვათ, ალბათ ყველა დიდ დასაქმებულების რაოდენობით ყველა სხვილ კომპანიებს მართავდი ბევრი წელი, ხო და ამოცანაც ეგ გქონდა, რომ ინსტიტუციონალიზაცია ყოფილიყო მაღალი ამ კომპანიების, საჯარო კომპანიები იყო ეს ყველა და ინსტიტუტებთან ჩემი დამოკიდებულება კიდე განსხვავებულია, ხშირად მithqos რაღაც რელიგიის დონეზე მაქვს ხშირად აყვანილი, რომ როგორც ინსტიტუცია, როგორ უნდა მუშაობდეს და ეხლა ჩემ თავსაც რო უყურებ ეს ინსტიტუტების მოშლა ამ ქვეყანაში ბევრი წელია დაიწყო და ამ მთავრობას არ დაუწყია მარტო ეგ, ხო? წინა მთავრობასაც ბევრი, ასე ვთქვათ, ჩინმედალი ეკუთვნის ამის გამო, ხო? და ამაზე გინდა არ გინდა რაღაც დონეზე ეტყობობ თვალებს ხუჭავდით ჩვენ ყველანი რა, ეს რო ხდებოდა და აი ჩემ თავში გარდამტეხი როდის მოხდა რო აანალიზებ ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომი როდესაც დაიწყო რა, როდესაც დავინახე რომ ფაქტურად მხარე აიღო ჩვენმა ხელისუფლებამ და არასწორი მხარე აიღო და პლუს დავინახე ისიც რომ არასწორ მხარესთან ერთად მათ სრულად დაკარგეს დასავლეთისგან რაღაცა დამბალანსებლის დასავლეთი ფაქტურად დაიკარგა მათთვის როგორც დამბალანსებლის როლი, ხო? როდესაც გამოვიდნენ და არ ვიცი, ამერიკის საელჩო, ევროკავშირის საელჩო ყველა მიდიოდა ყოველ დილას მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, გადავლა და ლანძღვა, ხო? ჩვენი დასავლელი პარტნიორებს და მან ვიგრძენი, რომ ფაქტურად ეს მუხრუჭიც უკვე გადავარდა და всё მუხრუჭი აღარ აქვს ამ ხელისუფლებას, ხო? და მაშინ იყო სწორედ რომ
ერთ-ერთი საჯარო განცხადება გავაკეთე ხო პირველად 2022 წელს და ეგ იყო ჩემ თავში, ასე ვთქვათ, გარდამტეხი, როდესაც უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდი, ჩამოყალიბებული ისედაც ვარ, რომ რუსეთში ცხოვრება არ მინდა და არც ჩემი შვილებისთვის არ მინდა რუსეთში ცხოვრება, მაგრამ საბოლოოდ ჩამოყალიბდი, რომ სამწუხაროდ მხარე არიან და არასწორი მხარე ამ ქვეყნისთვის. და ეხლა შემდგომში ახლა დავინახეთ, რომ ფაქტობრივად გამყარდა ძალიან ეს ყველაფერი ჩვენ და ძალიან სამწუხაროდ, როცა უკვე დეკლარირებულად მოცემულობა გვაქვს, რომ დასავლეთისგან სრულად იზოლირებულები ხდებით. მეტიც რაღაცნაირად ისეთ ინიციატივას იჩენენ მტრული ბანაკიდან თავდასხმის თვალშიც რაღაც გაჩუმებულებიც არ არიან და აქეთ ბანაკში გაყოსული რაღაც უფრო იმად არის. კი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და თან რაღაცნაირად ნიღაბის ჩამოხსნა მოუწიათ ამ მხარის არჩევაც აი ამის ფორსირების ის იყო იძულების რაღაცნაირად შედეგი რომ ღიად დაიწყეს უკვე და კი დეთანხმები ეგ ბევრისთვის იყო ჩემთვისაც ერთ-ერთი მთავარი მომენტი იმის თქმა რომ რაღაც არასწორ მხარეს გავართ ქვეყანა სწორედ ეს უკრაინის ომი იყო და მე იცი რა მაინტერესებდა რისკები აღნიშნე და ვთქვათ ვიცით რომ რაღაც ბიზნესმენები ვარ და შესაბამისად რისკები ამითვეა გამოწეული ის რომ უნდა ვაღიაროთ რომ უმრავლესობაში არ ხართ ხო ბიზნესმენებიდან რომლებიც აქტიურობენ რომლებმაც ეს რაღაცნაირად ეს თავისი კომფორტის ზონა დატოვეს და რა იწევს იმას რომ მოდი ასე ვთქვათ ძალიან უმცირესობაში არიან ადამიანები ვინც რაღაცნაირად აი სამოქალაქო პასუხისმგებლობის აი ამ ხარისხს იჩენს როგორც თქვენ და რა იწევს იმას აი სხვები რატო არიან ჩუმად ახლა მსახიობები ყავდა ერთ-ერთ წინა პოდკასტში და განსაკუთრებით იბრძნობოდა მათი მხრიდან გულის ტკივილი სხვა მსახიობებზე რა როდესაც ლაპარაკობდნენ აი სხვა თითქმის გაბრაზებული თუ გულდაწყვეტილი თუ რაღაც გულჩაწყვეტილები იყვნენ სხვა მსახიობებზე როდესაც ხედავდნენ ვთქვათ მინიმუმ ჯაგუბებულ პირში არა თუ რაღაც კრედიტულ პოზიციაზე მდგომს და იგივე შეიძლება ვთქვათ განწყობა გაგიჩნდეს კოლეგებზე, ვთქვათ ბიზნესმენებზე ან რაღაც სხვა ბიზნესებზე, რატო არიან ჩუმად. და რას ფიქრობთ, რა იწევს არის ჯგუფი რომელიც ამ პროპაგანდიდან გამომდინარე ვთქვათ, რომელიც არ არის პატარა ამბავი აი მასში გავიხსენე მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს რომელიც იყო ვთქვათ ძალიან განათლებული დიდარი ქვეყანა რა მიიღეს მოცემულობად და რას აკეთებდნენ ზოგადად რას ჩადიოდნენ ისე რომ აი საერთოდ თითქოს ეს ყველაფერს გამართლებას პოულობდნენ ყველაფერს ამიტომ მაკუთხით ახლა ჩვენი ხალხი მეწოდება პირდაპირ ვთქვა, იმიტომ რომ რაღაც აღმოჩნდით შტურმის ქვეშ, თქვათ ესეთი ძალიან მძიმე პროპაგანდის, რომლის გაშიფრვასაც სჭირდება საკმაოდ ესეთი კრიტიკული აზროვნება, რომელსაც ჩვენ სკოლებში არ გვასწავლიან, ყავს თაობა მათ შორის, რომელსაც კრიტიკული აზროვნება ზოგადად როგორც ასეთი არ იყო მიღებული როგორც ნორმა ქვეყანაში პირიქით იყო. ხალხებზე თუ ვილაპარაკებ ზოგადად აზროვნება ხო კრიტიკული დასჯადით პრინციპში არა თუ წახალისად. მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა ყველა იმ თაობის წარმომადგენელი ერთ ქვაბში არ მოხარშულა და იქ არის ხალხი რომელიც აბსოლუტურად საგანძამით მე თაობებად ასე ვერ გაყოფდი ამ ყველაფერს. მაგრამ ზოგადად ძალიან რთული არის და თქვა მე თანაუგზნობ ასე ვთქვათ, ჩემ თანამოქალაქეებს ამ შემთხვევაში და მათ შორის ამ ბიზნესის წარმომადგენლებსაც. და მესმის რატო შეიძლება ისინი მოყოლოდნენ ამის ქვეშ. ნუ არის იქ ხალხი, რომელსაც ახლა რაღაც ინტერესები აქვს ამ ჯგუფზე არ ვსაუბრობ. და არის ხალხი, რომელიც პრინციპში იზიარებს ჩვენს ხედვას, ჩვენს ანალიზს, ძალიან კარგად ხვდებიან რაც ხდება, მაგრამ არსებული პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, რომელიც აი წინა რაც ვახსენე, რომ აი შემტრათ აღიქმები. უბრალოდ პატარა ქვეყანა ვარ ძალიან, რომელშიც ერთმანეთში გადაჯაჭვულია ძალიან ბევრი ადამიანი, მეგობრობით, ნათესაობით, იმით, ამით. ეს ყველაფერი ერთი მხრივ ჩვენ დაგვეხმარა იმისთვის, რომ აქამდე მოგვეღწია. იმიტომ რომ ერთმანეთს გვერდში ვედექით, თქვა და ხელს ვაფარებდით და ასე შემდეგ მარტო ცუდი
кейსები არ იყო მათ შორის 37 წელთან დაკავშირებულიც. ჩვენ რაღაც ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს მას დავიცავით. მაგრამ აი ამ პირობებში როცა როგორ შეძლებს, როცა მხილება არის საჭირო. იმიტომ რომ უბრალოდ გვერდზე დგომა დანაშაულის ჩადენის თვალფასია. აქ უკვე ხელს გვიშლის ის გარემო, რომელშიც ვართ. და გარემოა ესეთი, რომ შენ თუ მამხელ, შენ ჩემი მტერი ხარ. თუნდაც იყო ჩემი, არ ვიცი, ლამის ოჯახის წევრიც. უბრალოდ მტერი ხარ და როცა ასეთი ტიპის დამოკიდებულებაა საზოგადოებაში, პოლიტიკაში და მე ყოველთვის ვამბობ, რომ პოლიტიკურ ლიდერშიპზე არის ეს ყველაფერი დგას პოლიტიკურ ლიდერშიპზე, ანუ ძალიან სწრაფად შეიძლება ამ ყველაფრის პირიქით დატრიალება და შეცვლა, როგორც კომპანიაში, ზუსტად ასე არის პოლიტიკაშიც. ლიდერშიპი განსაზღვრავს ამ კულტურას. რას გულისხმობს ზუსტად? აი პოლიტიკური ლიდერშიპის ფილოსოფია, მართვის ფილოსოფია, დამოკიდებულება ადამიანების მიმართ განსაზღვრავს მერე საზოგადოების დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ მათ შორის. ჩვენ ამდენი სამუდამო ვილაპარაკოთ, რომ იცი ლიდერს მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც ჩვენ საზოგადოებამ უნდა გავარკვიოთ ქვევით რაღაც ვერაფერს ვერ დაალაგებ, ანუ ძალიან კარგად ვიცით ეს კომპანიების მაგალითზე და ხა კომპანიაში არის ხო? ხა ჩემთან მუშაობს დაახლოებით 150 ადამიანი ხო? არის კომპანიები, სადაც 1000-ობით არის, ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს გავაზრდოთ მერე ქვეყანაზეც და ძალიან კარგად ვიცით, რომ ზუსტად ისეთია ის კომპანია, როგორც არის მისი ხელმძღვანელი. ასევე არის ზუსტად ისეთი ქვეყანა გვაქვს, როგორც არის დღეს პირველი პირი ამ ქვეყანაში. შეგვიძლია შევხედოთ ამ პირველ პირს, მის კულტურას, პოლიტიკურს, დამოკიდებულებას, თქვათ, ადამიანების მიმართ, სხვადასხვა საკითხების მიმართ და ნახავთ, რომ ამის აი სარკისებურად ხდება გამეორება უკვე ქვეყნის მასშტაბით. და აი რამდენად ეს არის ჩვენთვის მისაღები, რამდენად ასეთი ტიპის სახელმწიფო არის ჩვენთვის მისაღები. ზოგადად ამას უნდა დავაკვირდეთ. ნუ ჩემთვის ცალსახად მიუღებელია და თავიდანვე მიუღებელი იყო. უბრალოდ კიდევ ერთხელ მეორე რო ხედავდით აი მას თუნდაც წინა ხელისუფლების ის რაც ჰქონდა ლეგასი და დატოვებული ვთქვათ და რო ხედავდით იმას რომ ნუ მაინც არის ეს ევროკავშირი, მაინც არის ეს გზა რაღაცა და ვცილდებით ნელ-ნელა ამ შეიძლება უბრალოდ მოვცილდეთ ამ რუსეთს მიუხედავად იმისა რომ დაცილების ნაცვლად ჩვენ ხედავდით რომ პირიქით ეკონომიკურად და ყველანაირად ვეჯაჭვებოდით ამას. ნუ მაგაც თვალს ხუჭავდით, იმიტომ რომ ამბობდით ეხლა მე პირადად რომ რაღაცა ნუ კარგი ხალხმა ცოტა ამოისუნთქოს, მოდი გასაგებია და მე ეს დივერსიფიცირება იმედია მაინც მოხდება, რაღაცა შეიცვლება თავისით, მე ეს ლიდერშიპი ხო იცვლებოდა სულ და ეხლა ყველა ერთნაირი არ იყო რა თქმა უნდა იმ ხელმძღვანელებშიც მათ შორის, რომელსაც ის პირველი პირი განსაზღვრა და ის რაღაც პატარა ცვლილებები და რაღაცა ძურები ხდებოდა შიგნით. და რაც გაძლევდა იმის რაღაც რწმენას, რომ იქნებ რაღაცა უკეთესადაც ჩამოყალიბდეს, თქვა, ვიდრე დღეს არის. მაგრამ ნუ ეს პირიქით მოხდა. ეს რაც კარგი იყო, ის საერთოდ ჩამოშორდა ამ პროცესს, იმიტომ რომ ის ადამიანები პრინციპში ნელ-ნელა შორდებოდნენ ამ ყველაფერს. და შეგვჭა ადამიანებზე ცუც არაფერს ვამბობ, ვინც შეგვჭა უბრალოდ შეგვჭა ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომელშიც არაფერი კარგი წახალისებული არ არის. და თქვათ ეს დამოკიდებულება ადამიანების, ოპონენტების მიმართ არის ის რაც არის. ნუ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც თქვათ ბიზნესმენი, რომელიც ფიქრობს თქვათ თავის თანამშრომლებზე, ხა პასუხისმგებლობა მეც მაქვს ჩემს თანამშრომლებზე მარტო სხვა არ არის, რომ მე რასაც მინდა იმას ვიტყვი და მათი ბედიც მნიშვნელოვანწილად, ეხლა მე უბრალოდ ჩემი მნიშვნელობა ჩემ კომპანიაში შეიძლება არ იყოს ისეთი, რომ თქვა მე რო არ ვიყო და ან საერთოდ რო გავქრე, ის კომპანია მაინც გააგრძელებს ფუნქციონირებას, ძალიან კარგად ვიცი. უბრალოდ რაღაც ხრი მას თქვა კომპანიის იჯანსაღებს მეუწოდეთ. ხო, იმედია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მინდოდა ყოველთვის რო ყოფილიყო. ახლა ზუსტად ასე არის, მაგრამ steering-ს რასაც ვაკეთებ, თქვა მე საითკენაც მიმყავს ეს ხომალდი, მაინც ეს თანამშრომლები ამ ყველაფერში დღეს მონაწილეები არიან და ამიტომ ჩემი პასუხისმგებლობაც არის რომ რაღაც ისეთი მასში არ შევიყვანო წყლებში, რომ თქვა ამოვაყირაო ეს ნავი. ზუსტად ასე ფიქრობს ყველა ის ღირსეული ადამიანი, რომელსაც თქვა აქვს შეფასებული მოვლენები ისე როგორც თქვა ჩვენ ვაფასებთ და არ დგამს იმნაბის და მე მესმის მათიც კარგად. მე არ ვიზიარებ მათ პოზიციას, ასე შემიძლია რომ თქვა, მაგრამ მესმის.
აი ეს არის ჩემი შეფასება. შიში და პასუხისგებლობის გრძნობა რაღაც მის საქმეზე და ვთქვათ მის შემოგარენზე. ხო, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ესე მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან, მერეც საკმაოდ ესეთი მყიფე სისტემები ჰქონდა, რეაქტიული მე ვიტყოდი, რომლებიც რეაგირებდნენ კრიტიკაზე და დღესაც ეს კრიტიკის მიუღრასაც ეს ლაპარაკობს ესა ლიდერს შეუძლია თუ არა კრიტიკის მიღება, ხო? მან დავდივართ საბოლოო ჯამში და კრიტიკას აღიქვავს თუ არა მტრობად. სამწუხაროდ დღეს აღქმულია მტრობად. კი, მეც მესმის ჩვენი თუმცა უნდა ითქვას რომ ეხა პირველი პრეცედენტი free business-ის პლატფორმა იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ბიზნესმა ხმამაღლა შეძლო პოზიციის დაფიქსირება და იქ იყო წვრილიც, საშუალო და მსხვილი ბიზნესიც, ხო? და საკმაოდ ბევრი, ხო? და ეს იყო პრეცედენტული ჩემი აზრით, როდესაც ბიზნესმენებმა თავის სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება გადაწყვიტეს, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ სადღაც ცუდად ვართ რა და მე ხშირად მithქვავს ინდივიდუალურ საუბრებშიც მსხვილი ბიზნესმენებისთვის, რომ დათურ სამსახურს უწევთ მთავრობას თქო, როდესაც მიდიხართ და მაამებელი ტონით ელაპარაკებთ, იმათაც სულ საქმეს უკეთებთ, იმიტომ რომ შენ თუ მიდიხარ მსხვილი ბიზნესი და ეუბნები რომ ყველაფერი კარგად არის, იქით იმედია ჩართული, რომელიც გეუბნება მუდმივად რომ ყველაფერი კარგად არის, გინდა არ გინდა ეს მოქმედებს შენ განწყობაზე და შენ გადაწყვეტილების მიღებაზე და ამითაც სულ საქმეს უკეთებ, თუ არავინ არ ეტყვით რომ თუნდაც დახურულ კარს მიღმა რომ არ არის ყველაფერი კარგად, ხო? თქვენ საქმესაც აფუჭებთ ამითი და კი, მეც ვცდილობ პოზიციას მეც არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მე მგონია რომ იცი როგორ არის ხშირად იფუთება როგორც არ ვიცი პოლიტიკურ პოზიციად, ხო, ეს და ეს საერთოდ სამუდამოდ უნდა დაერქვას ამას, რომ ეს არის სამოქალაქო პოზიცია, ინდივიდუალური სამოქალაქო პოზიცია, რომელიც თითოეულ ბიზნესმენს აქვს. და ამას ლაპარაკობს თავის ოჯახში, არ ვიცი, დახურულ წრეში. თანამშრომელსაც, ხო, ეს აქვს, ამას ხო ვერ გავექცევით ჩვენ და მეც მესმის მათი, იმიტომ რომ რისკების აღქმა ყველას ალბათ სხვა გვარი აქვს. ან შეიძლება როგორც ასთავიდან თქვი, რაღაცა კოლექტიურ პასუხისმგებლობას გვინდა ხოლმე თავი შევაფაროთ, არ გვინდა რომ კომფორტ ზონიდან გამოვიდეთ, შევასკეთეთ რაღაცას, რაც ჩვენზე ძლიერია, კედელს დავეჯახოთ, მაგრამ ალბათ არის მომენტები, როდესაც ისევ და ისევ შენი ქვეყნისთვის რაღაც პოზიცია უნდა აიღო და დააფიქსირო და ჩემთვის ეგ ძალიან free business-ის პრეცედენტი ჩემთვის ძალიან ბევრის მანიშნებელი იყო რეალურად, რომ ადამიანებს აქვთ პოზიცია და აქვთ გამბედაობა, რომ ეს პოზიცია დააფიქსირონ და თქვან. და მე მგონია, რომ ეს მთავრობისთვისაც სასარგებლო იყო, გულწრფელად სასარგებლო იყო ამის გაგება, რომ მარტო ის არ არის, რომ მიხვიდე და ტაში დაუკრა, ხო? როცა ტაშია დასაკრული, ეგეც უნდა ხშირად ვიცახე, როდესაც კარგ რაღაცას აკეთებენ, დასაფასებელია, მიხარია ბრიტში რომ ისი რომ შემოვიდა საქართველოში, ძალიან მიხარია. მაგრამ არ მიხარია, იმედზე ვნახე ის კარდი ვერ სტოლის დავდე. ის გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი რაღაც აი როგორ ტექსტი იყო, იცი, აი საბჭოთა დროს რო ის იქნება, ხო იცი, აი რაღაც ესეთი. ну ამ თავრობასთან დაკავშირებითაც ხო აბსოლუტურად მეც ვიზიარებ, ანუ კარგს როგორ არ ვამბობდით ახლა მეც ყველა გამოფენაზე რომ ამის სხვადასხვა გამოფენაზე სხვადასხვა ministri გვესწრებოდა გახსნაზე და ყველას მადლობას ვუხდიდი და დღესაც არ მიჭირს მადლობის გადახდა, უბრალოდ დღეს არის ლეგიტიმაციის პრობლემა, მათ შორის რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. საერთაშორისო ლეგიტიმაციაც და შიდაც, იმიტომ რომ საზოგადოების მხრიდანაც კითხვის ნიშნები არსებობს ახლა ყველასთვის ალბათ. საუბრობენ იმაზე, რომ ეხლა ჩვენ უმრავლესობას წარმოვადგენთ, თუმცა რანაირად წარმოვადგენ უმრავლესობას, როცა 60%-ს აქვს მიღებული არჩევნებში მონაწილეობა, შენი ციფრებით, აქედან ნახევარმა მოგცა შენ ხმა, ანუ შენივე ციფრებით, ანუ 30%-ია რეალურად, რაც დადასტურებულია შენი ციფრებით. დანარჩენი როგორც მინიმუმ მეორე ნახევარი მისცა შენს წინააღმდეგ ხმა
და არჩევნებზე არ განმოცხადდა დაახლოებით 40%. ამას დაამატე ქვეყნის გარეთ 600,000 დადასტურებული ამომრჩეველი, რომლიდანაც შენ დაარეგისტრირე სადღაც 60,000 და მიაღებინე ხმა 20,000. ანუ მეტი ვერ შეძენი. ეხლა ამ ყველაფრის პირობებში და რაც ზედაპირზე დევს იმას დევს და რაც ზუსტად ჩვენ იმაზე არ ვსაუბრობ ხა რაღაც ისეთ ანალიტიკაზე როგორ მოვიდნენ არჩევნებამდე როგორ მოვიდნენ არჩევნებამდე არჩევნები როგორ ჩატარდა იქ არჩევნებში რა თქმა უნდა რესურსი გამოვაკელით ეს რესურსები ეს ჩატარების რაც ყველამ ვიცით ზუსტად 100% არ გვჭირდება არანაირი გამოძიება ხო აი რაც ზუსტად ყველამ ჩაიხედოს ყველამ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს ხელოვნელს თავის გულს ჩაიხედოს ყველამ და ძალიან კარგად იციან რეალურად რა რაოდენობის ამორჩეველს წარმოადგენენ. ამიტომ რა თქმა უნდა ჩემ მხრიდანაც ლეგიტიმაციის აქვს პრობლემა აქვს როგორც მოქალაქის მხრიდან. არ არის ეს ლეგიტიმური ჩემთვისაც. და პლუს ამას ემატება ეს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამიტომ ახლა ამ ხელისუფლებასთან აი რო იყო საუბარი იმაზეც რომ აი ბიზნესები შეხვდნენ თქვათ ხელისუფლებას და მაშინაც აი თქვენ თუ წახვალთ შეხვედრას მოთხენ მე არ ფიქრობ რომ ამას ამი აზრი აქვს იმიტომ რომ ჯერ ერთი მეორე მხარეს გიზის ადამიანი რომელიც გადაწყვეტილების მიღები არ არის. რაზე შეიძლება ჩვენ მას ვესაუბროთ? ანუ ჩვენ თქვათ ჩვენი მხრიდან ახლა ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას მაგრამ მეორე მხარეს მაგიდის მეორე მხარეს უნდა იზრდეს ადამიანი რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი დღეს ერთი მხოლოდ. დანარჩენი არის უბრალოდ ამ საერთო რაღაც იმის გამტარები, ხო? ხო ვიცით ეს ყველა ეს რაღაც შეურაცხყოფელს ამის ხო არ ამბობ, ან მოცემულობა უბრალოდ ასეთი. ამიტომ გასაგებია თუ ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს თქვა შეხვედრას და რაღაცას აი მას შეიძლება გადაწყვიტო რომ შეხვდე რომ აი გაიგო კონდეს მაინც იმის იმედი უпростоრად რომ ცდები შენს შეფასებებში და დასვა კითხვები იმ იმედით რომ რაღაც პასუხი მოისმინო თქვა თან რაღაცა დამაჯერებელი იყოს ეს ყველაფერი რაღაც კუთხით მაინც. აი რაღაც იმედით ან უბრალოდ იმიდან გამომდინარე ხო რაღაც ჟესტიდან გამომდინარე ეს ყველაფერი გააკეთო. მაგრამ ამ მთავრობის წარმომადგენლებთან დაჯდომა და ერთი და იგივეს მოსმენა როცა თვითონ არც ერთ ნაბიჯს არ დგამს იმისკენ რაც თქვა და მეორე მხარისკენ ხო ფიქრობ ას მოკლებულია. ხო და რა შეიძლება აი ამ მიმართულებითაც რო გაკეთდეს აი წეღან რაზეც ვსაუბრობდით აი როგორ შეიძლება რომ აი თანამოაზრეთ მეტი კი free business ძალიან კარგი მაგალითი იყო და შემთხვევა იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა 2000-ზე მეტი ბიზნესი რაც არ არის პატარა საქმე რა ანუ ძალიან ისეთი თამამი გადაწყვეტილება იყო მათი მხრიდან რა და აი ვისურვებდი უფრო რომ აი გაგრძელება გავნახო თითქოს რაღაცნაირად გაჩერდასავით ის რაღაც უფრო იმედიანად ვიყავი რომ ეს ბიზნესი თან ეს ხო ის არ არის მართლა დოლად შემქმნელი ხალხი არის ცოტა სხვა გამოირჩევიან რა თავისი შესაძლებლობებით და თავისი თუნდაც აქტიურობით და ღირებულებებით და ვისურვებდი რომ უფრო მეტად რაღაც შედეგიანი ყოფილიყო ან კი არ ვიცი ზუსტად რა პროცესი მიდის ახლა როგორ ვითარდება იქ მაგრამ ნუ თითქოს რაღაცა მეტი სურვილი მქონდა რომ რაღაცნაირად მეტი აქტიურობა გამოეჩინა და რითი შეიძლება იმიტომ რომ დრო არ ამგონია რომ მუშაობდეს თქვათ აკეთ ჩვენზე რა დროსთან ერთად პირიქით ეს მოხდებით შეიძლება ვისაც მართლა რაღაც სინდის სისხმა პირიქით უფრო და უფრო გაუჩერდეს და ჩაუქრეს და როგორ შეიძლება რომ აი გააქტიურდეს როგორ შეიძლება რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს რა მაგალითია მათთვის საჭირო დანახვის რაღაც კედელთან მიყენება საჭირო რომ არჩევანი გააკეთონ მათაც აი უნდა თქვან რომ ამ არასწორ ხარეს არ დადგებით აი რა შეიძლება იყოს აქ გამოსავალი არ ვიცი რა რაზე გულახდილად რო გითხრა რაზე რეაგირებთ ჩემთვის ასე ვწავეთ რაზე რეაგირებთ ჩემი დაშვებაა რომ როცა ვხედავთ საფრთხეს თავისუფლების წართმევის სრულად შეიძლება სხვა რაღაცებზეც რეაგირებთ ხა ინდივიდუალურ თუ ქვეყნის თავისუფლებაზე ინდივიდუალურიდან იწყება და მე ქვეყანაზე გადადის ხო ეს ყველაფერი და ხა free business გაგრძელებას რაც შეეხებოდა free business-თან შემდეგი ნაბიჯიც გააკეთა რომელიც საკმაოდ თამამი იყო ასე ვთქვათ დაფინანსების პლატფორმის შექმნა მაგას მოყოლმე ფონდების დაყადაღება, იმიტომ რომ დაფინანსების პლატფორმა დაახლოებით 700,000 ლარის მობილიზაცია გააკეთა, შეიძლება მეტიც გაეკეთებინა, არ ვიცი ხო და მაგიტო ვიძახი ესეთი რაღაცეებიც, ესეთი ქმედებებიც პრეცედენტულია და კარგია, მაგრამ მაინც მგონია რომ რაღაცა კრიტიკული მასის
მის მასაცუდი სიტყვა ინდივიდების კრიტიკული რაოდენობის ინდივიდუალ პასუხისმგებლობის გაღვიძებაზე გადის ცვლილებები. სხვანაირად ცვლილებები არ ხდება და რაშიც ვართ სტატუს კვოს, ასე ვთქვათ, ვეგუებით. გინდა არ გინდა ჩვენ და სამწუხაროდ და ეხლა მაგასაც უნდა შევხედოთ მე სულ ძალიან არ მიყვარს, ოდესაც რაღაც არასწორი მოლოდინების შექმნა მიდის, თუნდაც არ ვიცი ეკონომიკაზე, ზოგადად პროცესზეც ხო რაღაცა არასწორ მოლოდინებს ქმნით და მე უზარმაზარ ფრუსტრაციას ვაწყდებით ხოლმე ამით იყო ეკონომიკაზეც იყო ხშირი ეს რომ რაღაცა არ ვიცი ხა ჩამოინგრევა ეს ეკონომიკა და უბედურება იქნება თუ ჩამოინგრა, უნდა ჩამოინგრეს, არ უნდა მივიდეთ იქამდე რომ ეკონომიკა ჩამოინგრეს და ამ ეკონომიკას აქვს თავისი ასე ვთქვათ დაცვითი მექანიზმები აქვს თუ თავისი ინერცია აქვს, რომელიც მიყვება ამ ყველაფერს და აცოცხლებს, ხო? და კარგია ეს რო არის, ცუდი არ არის. იგივე არის, არ ვიცი, კუჩაშიც, ხო, რომ აი რაღაცა ზოგიერთ პარტია რო გამოვარდება, ეხლა სამ შემოვიდეთ აქ რო ლაპარაკობდით ერთ-ერთ პოლიტიკოს რაღაც სისულელებს რო იძახდა, ხო? ეგ ყველაფერი მე მგონია, რომ ამაზე პასუხი გაცემული უნდა იყოს, რომ ჩვენ რეალობას არ მოვწყდეთ. ისედაც ჩვენ ყველა რაღაცა ჩვენ ბაბლებში ვცხოვრობთ და ეს ბაბლები გინდა არ გინდა ჩვენს გავლენას ახდენს ჩვენზე, ჩვენს ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე და ეხლა თუნდაც კიდე ეს გარე უაზრო პროპაგანდის გავლენის ქვეშ თუ წავედით და ასე ვთქვათ რეალობაზე თვალის შეხედვა ვარჩიეთ რომ რაღაცა სასურველი wishful thinking-ი დავკავდით, ეს არ დამღუპელი იქნება რა. ანუ დღეს უნდა შევხედოთ თვალებში, რომ არ ვიცი, პრობლემა არის ქუჩაში პროტესტის, ხო? არის რეალურად, ხო? იმიტომ ცოტა ხალხი დავრჩით, ასე ვთქვათ, ინცვა პროტესტებს. მაგრამ ეგეც რაღაცნაირად ბუნებრივია. ეს აბსოლუტურად გეთანხმები, რასაც ამბობ. უბრალოდ ეგ მაგ კონკრეტულ შემთხვევაზე რაღაცა ალბათ ბუნებრივიც იყო, ხო? ხო, ბუნებრივი არის, მაგრამ კაი ორგანულია, მაგრამ რა შეიძლება აქ რო გაკეთდეს ალბათ მაგაზეც უნდა იგი მეტიც არა მხოლოდ ეს არ არის წახალისებული, მეტიც ოდნავ განსხვავებულს ან ესეთ მისაღებს არ იტყვი თუ არა, შიდა მხრიდან აი ბაბლიდან უარესი ის მოდის, რა ვქვია, ბულინგი არ მინდა დავარქვა რა ეს სიტყვა, მაგრამ აი ეს აგრესიას იწვევს ნებისმიერი თუნდაც ის რაღაცაზე თქვა რომ ერთი წუთით ეს ბრძოლა არის ასაღიარებელი რეალობა არის დასანახი რომ ეს ესეა და მოდი რამე სხვა ხوار მოვიფიქროთ რა როგორც კი ამას ეტყვი არა იმ წუთასვე პირიქით შენ და თითქოს ყველათან გამზადებულია იმისთვის რომ ელოდებიან რაღაც განტევების ვაცი გამოჩნდეს მე შენ გადაგაბრალონ და აი ეს მძევლობა არის ცალკე რაც ძალიან არასასიამოვნო არ ბილად რო თქვა და აი ძალიან დეპრესიულია როცა სიტუაციის მძევალი ხარ როცა არიცი როგორ ანუ საღაზრის მიმართ აკეთებ კომპრომისს იმის გამო რომ რაღაც გონია რომ თითქოს საერთო რაღაცა და ეს საერთო მართლა რაღა არის თუ ეს დავტმეთ აღარ ვიცი რა და ხო მე ამ შეფასებაში რომ ვთქვათ ეს დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს არ ფიქრობ რომ მთლად ასე არის არ დაგეთახმები ცოტა ინტრიგას გააჩნია რაში წეღარაზეც ვიგულისხმე იქ ხო შეგედავებ ხო ანუ რა კუთხით ვამბობ ამას რომ ჩვენ ვართ ახლა აი რაზეც ვისაუბრეთ ყველაფერი რაღაც ესეთი შეჯამება ის არის რომ განუკითხაობა არის დღეს რაც ხდება ქვეყანაში ვთქვათ იმ კუთხით რომ ანუ შემაკავებელი არაფერი არ არსებობს ეს შემაკავებელი არის პირადი გადაწყვეტილებები რაღაცა პირად დონეზე მიღებული რომ ვთქვათ ახლა ასე მოვიქცეთ ან მერე ისე მოვიქცეთ ანუ ის კი არა რომ რაღაცა ხო ანუ არსებობდეს ან კანონი არსებობდეს ან ინსტიტუციები არსებობდეს ან რაღაც ანუ არის უბრალოდ ამ შემთხვევაში ასე მოვიქცეთ რომ აი ამ პატიმარს ასე მოვიქცეთ იმ შემთხვევაში იმ პატიმარს ისე მოვიქცეთ არანაირი ის არ არსებობს ამიტომ აი აქ გინდა ფონდი შექმენი, გინდა პლატფორმა გააკეთე, გინდა აი რაც გინდა ის გააკეთე. უბრალოდ ხვალ დაწერენ რომ ნიკა გამყრელიძე რაღაცა აი კანონში პირდაპირ ჩაწერენ სახელს და გვარს.
და არაფერი არ არსებობს იმის როებს. როცა ესეთი სიტუაცია, ანუ და ასეთი განუკითხაობა, ან თქვათ, ყოველ რუსთაველზე გამოვლენ პირობითად, აი აბსოლუტურად ყველას აიღებენ დაიჭერენ, ან რაღაც რასაც უნდა იმას უზამენ, მე თუ უნდა გააქრობენ საერთოდ. ანუ აქ არანაირი შემაკავებელი არ არსებობს, ერთადერთი არის პროცესის მართვა ისე, ცდილობენ, რომ აი ეს მუხტი იყოს რაღაც დონეზე, ანუ რაღაცაზე ზევით არ ავიდეს, ასე ვთქვათ, როგორც კი ადის რაღაც ოდნავ რაღაცა შბილდებიან, არბილებენ ხოლმე, ნუ მე ნაკლებ. ადრე უფრო კარგად ახერხებდნენ ამას, ეხლა უფრო ისა აქვთ რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ. ამიტომ ვთქვათ, მაგ კუთხით, რომ ჩვენ აი რაღაც ისეთი მის გაკეთება შეგვეძლოს რაღაც განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმის და ჩვენ ამას არ ვდგამთ და რაღაცა სასწრაფოა, იმიტომ რომ ეს, ნუ მე მგონი რომ უბრალოდ სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებ, აქ რაღაცა მოლოდინის რეჟიმში ხარ, აი ნიკა მახსენა რა მოქმედებს ამ ხალხზე, ვერ გავით. სხვადასხვა ადამიანზე მოქმედებს სხვადასხვა რაღაც, ჩემი აზრით. და ამიტომ აი ჩვენ საუბრობდით თვითონ რა შეცდომებსაც დაუშვებენ. ერთადერთი მაგის იმედად თუ იქნება, რომ კიდე ერთი ადამიანი შემოემატება ამ რიგებს. ჩვენს მხარეს არის უმრავლესობა. ეს ვიცით, აი ყველანაირი რაც ვინც კიდე დამიჯდეს წინ და აი ყველანაირი მტკიცებულება მექნება სტატისტიკური და ასე შემდეგ, რომ ჩვენს მხარეს არის ძალიან დიდი უმრავლესობა. ანუ ეს არ არის რაღაც იმაზე, რომ 51% აქეთ არის, არა, ეს არის ძალიან დიდი უმრავლესობა, რომელიც ჩვენაირად ფიქრობს უბრალოდ სხვადასხვა ტიპის გამოხატულება აქვს ამ ყველაფრის რა. ანუ ზოგი არის რომ გამოდის ქუჩაში შეუძლია რომ დადგეს, ზოგს შეუძლია თვეში ერთხელ დადგეს, ზოგს თქვა კვირაში ერთხელ, ზოგი ყოველდღე იდგას, ზოგი ქუჩაში საერთოდ არ გამოდის, მაგრამ სადღაც აქტიურობს, ზოგი ვერსადღაც ვერ აქტიურობს და უბრალოდ თავისთვის არის. და ზის სახლში შეიძლება და ოჯახის წევრებს ელაპარაკოს, ზოგი ოჯახის წევრსაც არ ელაპარაკებს, უბრალოდ ასე ფიქრობს. მაგრამ ამ ადამიანებს, ანუ აქტიურობისკენ და ხმის ამოღებისკენ, ან რაღაც კონკრეტული ქმედებისკენ უბიძგებს რაღაც ისეთი, რომელიც კონკრეტულად მასზე მოქმედებს ქვეცნობიერად. ანუ ეს არის რაღაც შიში, ეს არის რაღაც განცდა, ეს არის რაღაცა სხვისი თქვათ საკუთარი თავის წარმოდგენა სხვის ადგილას, ანუ ვიღაცას გააშიშვლებენ, ეს უკვე ცუდად არის, ვიღაც კონკრეტული ადამიანი, ვიღაცაზე იტყვიან, რომ ეს გმირი კი არა, ეს არის, რომ ვიღაცა კონკრეტულად ხდება უკვე, აი, შენ ბანაკში ხდება, იმიტომ რომ რაღაცა ყველაფრისთვის ზათ არის უკვე, რომ აი ეს აუტანელია მისთვის. ამიტომ რაც უფრო დრო გადის, ეს შეცდომები ყველა შემთხვევაში მოიმატებს და ეს ქმედებები უფრო და უფრო ნათელი გახდება და საბოლოო ჯამში მივლენ იქამდე, რომ ახლაც ფაქტიურად მათ მხარეს არის ფანატიკური ძირითადად ხო რაღაცა უფრო აი ფანატიკური ტიპის ხარ მინდა ისე რაღაცა წონი სიტყვებს რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მევაყენო, მაგრამ ანუ ადამიანები რომლებიც თქვათ ну არ არის საუბარი იმაზე რაღაც რო გაწყობს გასაგებია ну ეს სხვა ტიპის პრობლემა არის და კი ბატონო შენ არც ფანატიკოსი ხარ არაფერი უბრალოდ გადაწყვეტილი გაქროს შენი პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერ სხვა რამ ამ ჯგუფზე არ საუბრობ ჯგუფზე რომელიც ვერ ხვდება უბრალოდ რა ხდება და აი ეს მისი ქვეცნობიერი რომ აი შიში ომის რაღაცა დაკარგვის რაღაცის და ამ მიტმასნება შესაბამისად ძალაუფლებას მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კი ეს დაინახავს ძალას აქეთ ხარეს, თქვა, ზუსტად ასევე ტრანსფორმირდება და უცებ გახდება შენი მხარდამჭერა. მაგ ჯგუფისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თქვა, ვინ არ თქვავარია ძალა დაინახოს, რომ აი შენ შეგიძლია რომ დამიცვა მე, მორჩა, ესე იგი მე შენთან ერთად ვგავარ. არის ასეთი ჯგუფი. ანუ იქაც არ არის ჰომოგენური, არის სხვადასხვა ტიპის ჯგუფი, რომელშიც ასევე ეს რაღაც არის მართლა გულწრფელი ხალხი, რომელსაც გულწრფელად რაღაცების ჯერა, იმიტომ რომ ხდება მათი აი პროპაგანდით დამუშავება და შენ მართლა რო ჩართო და იმედს უყურო მე ვთავ ხოლმე სხვათა შორის სალომეს საყუდურობს მაგაზე რა სანამ გამოვაპარებ ხოლმე გადავთავ ხოლმე და ხო აი რო უყურო მაზოხიზმით ვარ დაკავებული და ვიცი რას ნიშნავს რო უყურო ამ პროპაგანდას რომელიც ანალოგიურია სხვათა შორის აი მე ORT-ს ვთავ ხოლმე ხო და აი რო უყურო ამ პროპაგანდას ესე იგი სიტყვა სიტყვით არის გადმოთარგმნილი და ამიტომ ჩემთვის აი ღიმილის მომგვრელია მაგრამ რუსეთიდან ხო ანუ აქ არ არის პირდაპირ რუსეთიდან არის სიტყვა სიტყვით ტერმინოლოგია ყველაფერი არც ხდება
ცოტა მაინც შეცვლაც, ანუ პირდაპირ არის, საოცარია. მე აი სერბეთის და იმ სლოვაკეთის იმას უყურებდი რაღაცებს, აი ვაკვირდებოდი და იქაც იგივე ერთი. აი ხა ამ თვით British Airways-თან დაკავშირებითაც რა რაღაც ORT-ზე იყო, რომ აი ჩვენი მფრინავები თავისი რაღაც თვითონ აფრინდნენ და საუბარი იყო, რომ დაბომბეს რაღაცა დასახლებები და დაიღუპა ხალხი. ოღონდ ამას ყვებოდნენ როგორ, რომ ჩვენი წინვალე ფრინავები დილის 6 საათზე გაფრინდნენ და აი ხო ხდები ამ ტიპის ზუსტად აი როგორც რაღაც ბრიტანული ფლაგმანი ლონდონს და თბილისს შორის რაღაცა ხდება. ანუ აი დაუჯერებელი ის არის თანხმედრა. როგორც აი გუშინო არხთან დაკავშირებით იყო კიდე თუ ნახეთ აი რუსთავიორის და იმედის უნისონში რომ მიდის ორივე ზუსტად ერთ და იგივე ტექსტი არის. ზუსტად ერთ და იგივე ტექსტი არის და მე ის რესპონდენტები რო ყავთ ასევე ერთ და იგივე რესპონდენტები ყავთ ხო. ხო ნუ ამიტომ ასეთ სიტუაცია და რა თქმა უნდა შენ როცა თან გაწყობს თან რაღაცა არ გაქვს მაგის არ ვიცი სურვილი რომ გაიგო რა არის სიმართლე ჩართავ ამ შენ ამ არხს თქვათ იმედს კონკრეტულად და უყურებ იმედზე და ყველაფერი იქნება გადასარევად შენთვის და იტყვი რომ ნუ კარგი რა ეხლა დამანდები და არ გვინდა რა ეს არეულობა და მშვიდობა გვინდა და გვაცალეთ რა წესიერად ცხოვრება. აბა ვინ გინდათ? აბა მეორე მხარეს ვინ არის და იწყებენ ამ მერე თავის მართლებებს სულ გაუთავებელს და აი რაც არ უნდა არგუმენტი მოიყვანო მაგ აი კონკრეტულად მაგ ადამიანებზე მერე აი რაღაც ტრიგერი მაგაც ჩნდება რაღაც. მესმის რომ არ გიქნებათ პასუხი მაგაზე სწორედ, მაგრამ აი ეს არის იმათაც ხო იმ რა ქვია იმ ერთ ადამიანსაც ხო რაღაც ადამიანის გადარჩენის და რაღაც ფსიქიკა შესწავლილი აქვს რაღაც ბუნებაო ზუსტად აღარ მახსოვს სიტყვების წყობა როგორ დაახასიათა მაგრამ ნუ ის იყო შესწავლილი აქვს მოკლედ ასევე აი ეს FSB-ს გეთანხმებ რა დიდი ის უნდა კვლევა პირდაპირ არის სიტყვებით გადმოთარგმნილი და მეტიც იქ რაც შეეშალათ და რა გამოცდილებაც მიიღეს მანდაც უკრაინაშიც უკვე ამ გამოცდილებით გათვალისწინებით მიდის აქ ანუ გაცილებით იზრდებიან ხო ანუ ისინიც საკმაოდ მეტი პირიქით ისინი უფრო შეიძლება კიდე არიან დაკვირვებულები და მეტი დაზომულად უფრო უყურებენ და მეტი მასთან აქვს საქმე რაღაც სურათს უფრო ხედავენ და ერევიან რა და აი ამის გათვალისწინებით მით უმეტეს რა შეიძლება რომ გავაკეთოთ რომ აი სწორედ აი ეს გავარღვიოთ ეს მაგასნაირად კალაპოტი იმიტომ რომ არ გაძლევენ ამ კალაპოტიდან ამ დღეს რაშიც ვართ რაშიც დავიძაბეთ ხო ეს ხელისუფლების მიერ წამოწყებულია და ვთქვათ ისინი არ გაძლევენ რომ ოდნავ გვერდზე გამოიხედვან ამ რეჟიმიდან რაღაცნაირად სხვანაირად შეხედო და სხვა ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას კლავენ უნდათ ჩასვან აი ამ იმაში რომ რაღაც დააპირისპირონ ორი მხარე ამ შემთხვევაში ორ მხარედ გამოგვიყვანონ და მეორე მხარე ყოველთვის იქნება აქეთ რაღაც კოლექტიური ნაცმოძრაობა რა და აი ეს როგორ გაირღვეს სწორედ აი ეს არის აქ იქნება ალბათ და მესმის რომ ამაზე პასუხი ხო მზად არ გექნებათ მაგრამ რა შეიძლება აი ითქვა მგონია რომ ეს ნაწილობრივ გარღვეულია უკვე უბრალოდ ეს ფონის შექმნის ცდელობა არის რაღაცა ასე ვთქვათ რომ იმიტომ რომ ეს კრიტიკულად საცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მე ვიტყოდი ორივე მხარისთვის, ხო, რომ ეს ორი პოლუსი დარჩეს, ეპოტიენებიან ამას, თორე რაღაც დონეზე ამ პროცესებმა ეს წრე გაარღვია უკვე, ასე მგონია მე და ერთადაც ჩვენ რაც შეგვიძლია ეს რომ ანუ რისკი რა გვაქვს, ხო, რისკი გვაქვს ის რომ უბრალოდ შემდეგი არჩევნები აღარ გქონდეს. ანუ კონდეს ისე როგორც არის ხოლმე, არ ვიცი. საბჭოთა კავშირში როგორც ბელარუსიაში როგორც არის, ხო, ეხა რა და ყველა შემდგომი არჩევნები ეგეთი კონდეს რა და მაშინ მართლა იმედს დაკარგავს ადამიანი, რომ წავალ თუ არ წავალ რა მნიშვნელობა აქვს, ხო, იქ აინც ერთ შედეგი. აზერბაიჯანს უფრო ვადრი ხოლმე, მე მგონი მაკეთ უფრო შედეგს მივიღებთ საბოლოო ჯამში, ხო და ეგ რისკია ყველაზე დიდი, რომ ადამიანს იმედი დაუკარგოთ ცვლილების, ხო და ანუ ცვლილების ერთ-ერთი კატალისტი არის ხოლმე არჩევნები თორე ხა ზოგადად ცვლილებს ხონანათაც ხდება, ხო? ხო და ეს რო არ დაუკარგოთ, ამიტომ უნდა მე მგონია, რომ პერმანენტულად უნდა ვაპროტესტოთ რა, მე მგონია, რომ არც ერთი მხარე არ არის კარგ დღეში ხა. რეალობას რო შევხედოთ რა. კაი კარტები არცაც არ გვიჭირს. ხო, რა, რეალობა ეგ არის, აქ პროტესტი გძელია და ადამიანებს ასე ვთქვათ სუსტრაფები ვართ ბუნებით და ეხა იმის აღქმა
გვიჭირს რომ ეს რაღაცა ძალიან გრძელ მარათონში ვარ შესულები რომ არ ვიცი არ მოხდა არ ვიცი ცვლილება დეკემბერში იანვარში ესე ბევრი ჩემი მეგობარი ეს ითვლიდა ხოლმე და ხშირად ვთქვი არ ვიცი არ მოხდა შეიძლება მოხდეს არ ვიცი მაგრამ მეც პესიმისტური ვიყავი ყოველთვის ხო ანუ ძალიან გრძელია გრძელ პროცესში ვარ ეგ ასე ვთქვათ უნდა აღვიქვათ მაგრამ იქეთ ხარესაც რომ შეხედო იქეთ სერიოზული პრობლემა ხო ამ ქვეყანას რომელსაც არის ღია ეკონომიკა არასტორია შედარება აზერბაიჯანზე. აზერბაიჯანი არის დახურული ეკონომიკა, რესურსების ქვეყანა, რომელსაც არაფერი არ ემუქრება. ფინანსურად რა, ფინანსურად იმდენად მდგრადია, რომ არაფერი არ აკეთონ საერთოდ მთელი საბიუჯეტო შემოსავლები რომ გაუქრეთ ერთ დღეს ნავთობის შემოსავლებით ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს იცოცხლებს და 70-80 მილიარდი სოფაზის რეზერვებში დევს იქ და არა პრობლემა არ ექნება მაგ მხრივ და ჩვენ ეგ ფუფუნება ამ ქვეყანას არ აქვს. ჩვენთან ელიტა დაჯდა აი ამ იმაზე რუსეთთან აი ამ გვერდის აავლით ახლა სანქციების გზაზე და აი ამაზე მან ხო უკვე ინდივიდის დონეზე შეგრძნებები წავა უკვე ეს ფინანსურ დანაკლისებს ეს ხალხი შეგრძნებას დაიწყებს და მე მგონია რომ ისინი ხვდებიან რომ თლად ესე არ არის როდესაც ხარ არაღიარებული არც შიგნიდან არც გარედან ზიხარ მარტო პარლამენტში რაოდენ კომფორტსაც არ უნდა ასხივებდნენ ეთყობათ body language-ზე რომ არ არის ეს კომფორტი ნახევარმთავრობა დასანქცირებული ყავს არ ვიცი ეგრე როგორ ამ მხრივ რესანს ვეთანხმები რომ ეხა დრო ვისაც წინამდებოდ მუშაობს კიდე საკითხავია რა და ამიტომ ორივე მხარე ეხა რაღაცა ტიპის ვაკუუმში ვართ რომელიც ნაწილობრივ არ ვიცი აშშ ადმინისტრაციაში ასე ვთქვათ ჩვენს მიმართ სიჩუმის გამო შეიძლება შეიქმნა იმიტომ რომ პროცესი გრძელია იმიტომ შეიქმნა ხო მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს აქვს სხვა მაინც ვერ გააკეთებს ის შეიძლება რაღაცა დამატებითი ფაქტორები იყოს დამხმარე ან პირიქით ხო მაგრამ ნუ ჩვენი საქმე გვაქვს ის რომ იმედი არ დაგვეკარგოს ცვლილებების ხო და შესაბამისად იმედი დავკარგოთ ცვლილებების ესე თავისუფლების იმედსაც კარგავ მანდ და ხდები ის რაც ხდები მე მქონდა და მე ბოდიში გავწყვეტე მე მიდიხარ იქ რომ რაც გვჭირს ახლა დემოგრაფიას რო შეხედო სრული კატასტროფა გვაქვს ხო დემოგრაფიული ქვეყანაში ეგეთი არ გქონია ჩვენ რომ ანუ კოვიდის დროს რო დავიწყეთ რომ უკვე სიკვდილობამ გადაასწრო დაბადებას ეხა წამოვით და უკვე მნიშვნელოვნად გადაასწრო ანუ 90-იანების კრიზისების დროს და როდესაც მართლა ჩამოქცეული იყო ყველაფერი მაგ დროს არ ქონია ეგეთი დემოგრაფიული კატასტროფა როგორც ეხა გვაქვს რა ამის აფიშირება კარგად არ ხდება კოვიდამდეც დაკლებული იყო და თქვა იგივე წინა ხელისუფლების დროშია და რომ ჩვენ ახლა იმ ბიზნესში ვართ ახლა საბავშვო იმასთან შეხება გვაქვს პულსი გვიდევს და მშობადობასთან და თქვა 20,000 რომ იბადებოდა ბავშვი დაახლოებით აი 20,000 აიბადებოდა 60,000 რო იბადებოდა ეხლა არის 20,000 ნაკლებობაშია 40,000 ჩამოვწდით ჩამოვედით 40,000-დან 20,000 რეალურად 40,000 აი და 20,000 და რეალურად ამ 20,000 რაღაც აქეთ მხარეს რომელსაც უსამშობლოობას და რაღაც არაქართველობას აბრალებენ ამათ პასუხისგებლობა მაინც რო იყოს რომ 20,000 არ დაბადებული ქართველი რაღაც ოდნა მაინც მიეკარებინოს ეს იქნებოდა სერიოზული ბრალდება და ამ თავრობას დიდად აი ამას არ აბრალებენ აი ამის კარგად აფიშირება არ ხდება რომ 20,000 ადამიანი ნაკლები ჩნდება ჩვენს გვერდზე რა კატასტროფა ეხა მე პროგნოზები მქონდა პროგნოზებს რა როცა დაიწყო ეს პროცესი ზოგადად აი ზუსტად რა შეფასებაც გააკეთე ნიკამ იგივე თქვი მეც რომ ჩვენ არ გვაქვს რაღაც რესურსი ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა და როცა ასეთ დანაკლისი ხდება თქვა გრანტების მიმართულებით სადღაც მილიარდზე მეტი ლარი დავკარგეთ ჩვენ პლუს იმ სასამართლო დავასო წააგებ რომელიც კიდე ცალკე кейსია და საინტერესო არის ამ ინკასთან დაკავშირებით და ასევე მილიარდ რაღაცა
ლარი არის და პროცესი ასე მიდის ბუნებრივია ეს აისახება ეკონომიკაზე და აისახება მერე თითოეულ ადამიანზეც და ეს სასწრაფოდ უნდა რაღაცა ეს კურსი შეიცვალოს, იმიტომ მაშინ მეც გქონდა ხმამაღალი ის განცხადება იმასთან დაკავშირებით თვითონ ეკონომიკის პროგნოზთან დაკავშირებით. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის რაღაც უზარმაზარი ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეიძლება მისი ისე წაყვანა, რომ ამან რაღაცა ის კოლაფსი არ გამოიწვევს ბუნებრივად. ხო, ჩანაცვლების მექანიზმები არსებობს. მართლა კოვიდის დროს არ დავიქეცით, ხო? ანუ გქრილებთ რა გაჩერებული რომ მან ძალიან დიდი განსხვავება კოვიდის დროს შენ როგორც ქვეყანას წვდომა ქონდა დასავლურ ხარისხიან ფულზე. ანუ იქ ანუ ჩვენ ქვეყანას ეს ხარო შეხედო, ხო? მთელი ქვეყნის ვალი შლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის 37-38%. საკმაოდ დაბალი ვალი აქვს სახელმწიფოს რა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ვალი, ასე ვთქვათ, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის 37. ბევრი ქვეყნებია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, რომელსაც აქვთ 100% სახელმწიფო ვალი. ასე რომ მაგ ხრივ ბუფერი ამ ქვეყანას აქვს საბედნიერო და კოვიდის დროს ის მოხდა, რომ შენ ესე დაბალი ვალი რო გაქვს, წახვედი გარეთ და ტრადიციული პარტნიორებისგან იქნებოდა ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სხვა ქვეყნები, ხო, ძალიან მარტივად აწიებული, ხო, რაღაც $1.5 მილიარდი, რომელმაც შენი ვალი გაზარდა იმ მომენტში არც 50-15%-მდე შლიან შიდა პროდუქტთან და ისევ ჩამოიწია მერე ეს ქვევით. პრობლემა ისა გაქვს, რომ შენ ახლა მაგ ბაზრებზე წვდომა შეგეზღუდება და შეგეზღუდა უკვე. იმიტომ შენ რო ვექტორს იცვლი, ის ხალხი გეუბნება, რომ შენთვის მე ფულის ესხება ან აღარ მინდა, ან გაცილებით ძვირად მიღირს, რომ გასესხო ვიდრე ადრე გასესხებდი. ამიტომ რა შვებიან ჩვენ თავრობა ხო მიდის არატრადიციულ ბაზრებზე ფულის საშუალებლად. იგივე გალფის ქვეყნებში ხო ეს დიდი ის რო არის ახლა დარწმუნებული ვარ რომ რაღაც მსგავსი არის მიდის ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ხო რომ იქ იშოვონ ეს ფული და ჩაანაცვლონ, იმიტომ ხვდებიან ისინიც რომ კაპიტალის დეფიციტი იქნება, იმიტომ რომ ინვესტიციები უკვე მნიშვნელოვნად არის დაკლებული და ეგ ერთ-ერთი შემავსებელია და ერთ-ერთი დამბალანსებელია თუნდაც კურსის, რომელიც ყველას ეს ძალიან გვაწუხებს, ხო? და ხვდებიან, რომ ეს ფული დააკლდება და ეძებენ ალტერნატიულ წყაროებს, რომელიც ძვირია, სხვა თამაშის წესებითა მოყვება, სხვა თამაშის წესები აქვს მაგ ფულს და სწორედ ზანეთ, რომ ის კი არ არის, რომ ჩაუნაცვლებელი არის. შეიძლება ჩაანაცვლონ კიდეც ეს. უბრალოდ ეს ასევე გაივლის ეკონომიკაზე, იმიტომ რომ ეს იქნება ძვირი ფული ცუდი ხარისხის, ცუდი თქვა, სხვა ხარისხის ფული, რომელსაც სხვა ვალდებულებები მოყვება. თუ არ ვიცი, მაგრამ სხვა ვალდებულებები მოყვება მინიმუმ აქ ფულს. პლუს კოვიდის დროს იყო სხვა დამოკიდებულება თვითონ ადამიანების მიმართ მომავალთან დაკავშირებით. ამ გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე ამას გავლენა არ მოუხდენია პირიქით უძრავქონების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, იმიტომ რომ გასაგებ რაღაც პირობები შეიქმნა ისეთი, რომ უძრავქონებაზე სახში რო აღმოჩნდა ადამიანი, ნახა რომ რაღაც გარემოში ცვლილება კარგი იქნებოდა რომ შეეტანა და ამას დაემატა თქვა სახელმწიფოს მხრიდან პლუს რაღაც პროგრამები და ამ ყველაფერმა გამოიწვია პრინციპში უძრავქონებაში ის რაღაც პოზიტიური ძროები ხო ახლა პირიქით არის ანუ ახლა მომავალთან დაკავშირებით გრძელვადიან ინვესტიციებთან დაკავშირებით ცალსახად გაუგებრობა არის ეხლა უბრალოდ მოლოდინი როგორც ხდებოდა იანვართან დაკავშირებით თქვა რომ აი ტრამპი 21 იანვარი თუ აღარ მოხდა 20 იანვარი ტრამპი მოეხა ხელისუფლებაში და ყველაფერით დავალაგებთ ახლაც არის დალაგების ის მოლოდინი ოღონდ ეს არის სადღაც 6 თვიანი ჭრილი ეს ახალი ის არის ვადები არის განსაზღვრული, რომ სადღაც 6 თვის განმავლობაში, ესე იგი, deep states დაამარცხებს ტრამპი და ამის მერე ჩვენთან მიმართებაში, ანუ ჩვენ ამის მერე ყველაფერი ჩვენ დაგვილაგდება რა. რამდენად აბსურდიც არ უნდა იყოს ახლა ეს განცხადება თავის ყველაფრით და ყველანაირ აზრს მოკლებულია უბრალოდ და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძრავს, მაინც რაღაცა ჯგუფისთვის, თქვათ, საზოგადოების მათ შორის ბიზნესშიც ეს არის საკმაოდ ისეთი, ხო იცი, სასურველს რომ hopeful სტრატეგია ასე ვთქვათ. რო გინდა რომ რაღაცა დაიჯერო ძალიან და ამიტომ დაიჯერებ რა. აი, ამიტომ ეს განწყობაც ახლა არის. სხვა მხრივ კიდე მაგრამ ეს 6 თვე და ყველა არის მოლოდინში ხა ეს ემართანაც რომ გაფორმდა ეს მემორანდუმი ამდენი ის რო არის. იმდენ მემორანდუმს ვაფორმებთ ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე მგონი არ გაფორმებულა ამდენი მემორანდუმი და მთელი მიზეზი ამ მემორანდუმის გაფორმების ის არის რომ არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გულისხმობს მემორანდუმი რა ჩვენ შეგვიძლია გავაფორმოთ ამ
მის პირობებში ახლა პოდკასტის რამდენიც გინდა იმდენი მემორანდუმი ერთმანეთში. მაგრამ რა თქმა უნდა ის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი მნიშვნელოვანი კომპანია არის ასეთ ტიპის ინვესტიციის განხორციელება ქვეყანაში. თუ ის სწორად არის მართული და აგეგმილი და ასე შემდეგ, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ ეს მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავალაგებთ ყველაფერს დასავლეთთან, როგორც კი ეს რაღაცები შეიძლება და ზუსტად ასე არის, თუ დააკვირდებით ეს ვადაც განსაზღვრული პირველი ფულის ხარჯვა, ასე ვთქვათ, იწყება ზუსტად იმ ვადაში, რომ ამათ უნდა დაალაგონ. როგორც კი ეს ცხადი გახდება, რომ არაფერიც არ ლაგდება, სანქცირებული ხელისუფლების პირობებში არანაირი არაბული, მით უმეტეს საემიროების, ვთქვათ, ინვესტიცია ამხელა საქართველოში არ განხორციელდება, ეს არის უბრალოდ გამორიცხული რა, იმიტომ რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე პოზიცია ექნება ჩვენთან მიმართებაში. ხა რაღაცა თუ იქ შეიცვალა, იმიტომ რომ ხედავთ თქვა ტრამპთან დაკავშირებით ამ რაღაც საკმაოდ ერთმანეთისგან რაღაც დაპირისპირებულ თუ რაღაც უცნაურ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, თუ იქ რაღაცა მართლა ისე მოხდა, როგორც თქვა ჩვენ არ შეგვიძლია ამის ანალიზი წინასწარ გავაკეთოთ, მაშინ შეიძლება მოხდეს ის ინვესტიციაც და რა ვიცი, შეიძლება კიდე რაღაცები შეიცვალოს. უბრალოდ მაგრამ ის ბოდიში გაწყვეტინებ ის ინვესტიციაც ხო რაც არ უნდა მსხვილი იყოს, მაინც გადამწყვეტი და ახლა საპირწონე არ იქნება რა თქმა უნდა იმ მოვლენების, რომელიც არის ქვეყანაში, თუმცა ერთია რომ ჩვენ თუ ახლა გავფორმდით, ტრამპთან რა შეიძლება რომ დაალაგდეს, ხო? ერთია რომ ამერიკის პოზიცია იყოს, რომ საქართველოს ვთქვათ კი ბატონო იყოს რუსეთის სატელიტი ქვეყანა და ჩვენ არ გვაინტერესებს და რაღაცა თვითონ რაც მას აინტერესებს მარტო ის ნაწილი მიიღოს და ევროპაც თუ როგორც მოთამაშე საერთოდ ვერ ჩამოყალიბდა ამ პროცესში და არანაირი say არ ექნება, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით რუსეთის სატელიტ რუსულ ქვეყნად. თუ ეს არის დალაგება და ეს არის ის რაც ჩვენ გვინდა, მაშინ არ ვიცი ახლა. თუ ეს ასე არ არის და საუბარი იქნება მაშინ იმაზე, რომ მოკლედ უნდა გაატაროთ ეს რეფორმები, რაზეც ვისაუბრეთ, თქვათ ეს იგივე ევროკავშირთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, უნდა ჩატარდეს არჩევნები და რაღაცა, მაშინ ეს კიდე სხვა სცენარი არის. ანუ ყიდიან ახლა ამას, რომ დროებით 6 თვე და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ თუ თქვათ მაგმოლოდინის რეჟიმში ვიქნებით, ჩვენს შესაბამისად რაღაც ამის ნაწილი გავხდება. ამის მთავარი კატალიზატორიც და რეალურად მთავარი დაზარალებულიც იქნება აი ეს ბიზნესი, როგორც ესეთი და აი ესეთი აქტიური ადამიანები. ანუ ძელვადიანად ვერაფერს ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტავ ხა თუ გონიერი ადამიანი. რაც არ უნდა უკან წავიდეს რა, ეხლა ადამიანებს ძალიან დიდი რაოდენობა ყავს მოქალაქეების, რომლებიც ვთქვათ ამას ნაკლებად იგრძნობენ მაინც რა. ვთქვათ ბევრი იგივე როგორც არის ეხლა სოციალურ უზრუნველყოფაზე და ჩამოკიდებული, იგივენაირად გააგრძელებს, ანუ მათზე არ იქნება ეს პერსპექტივის დაკარგვის და აი სიტუაციის გაუარესების რაღაც შეგრძნებაც და ვთქვათ შედეგსაც და იმკის თავზე აი ეს ადამიანები ვიც საშუალო და მაღალფენას ვისაც ვეძახით რომ წამოჭიტვის იმაში იყო რაღაც ფაზაში და ისიც კი ცუდი რაც არის კიდე ასეთი ტიპის ვთქვათ აი დიქტატორისთვის დამახასიათებელი რა არის რომ ობიექტურობას ანუ რეალურ სურათში ვერასდროს ვერ გაიგებ. ყველა ინსტიტუტი მუშაობს იმაზე, რომ უზრუნველყოს ამათი ხელისუფლებაში დარჩენა. რაც იმას ნიშნავს, ჩვენ როგორ შეიძლება ვენდოთ რომელიმე ინსტიტუტს, რა ციფრებს დაგიდებს, ხო, რა ციფრს, ხო, ანუ რა ფორმულით ითვლის ამ ყველაფერს, იმ ფორმულის უკან რა არის სორსი, სად არის. ესე იგი, ყველას და ჩვენ, ანუ ექსპერტს ამ შემთხვევაში უნდა ქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩავიდეს პირველ წყარომდე ყოველ ჯერზე, იმისთვის, რომ გადაამოწმოს რამდენად, აი ეკონომიკური ზრდა რო გეუბნები, ხვალ გამოვა კობახიძე და იტყვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყო 50%. აი რა მე. რას ვეტყვით? ანუ არ იყო? რის საფუძველზე ამბობ? და ის იქ კიდე ცნობა არ გაქვს ამ ინფორმაციაზე არანაირი. ანუ რის საფუძველზეა ის ან 7%, ან 9%, ან რაღაცა. მე პირადად შეიძლება ეს სიმართლე იყოს, იმიტომ რომ აი ნიკამ ახსენა ეს ეკონომიკას ახასიათებს ეს რაღაც განგრძობითობა ხდება, ხო? როცა ობიექტურად ეკონომიკა იზრდებოდა, ამას ბუნებრივია მოყვება რაღაცა ეს ტალღა ჯერ კიდევ თქვა შეიძლება იყოს მომავალი ეს ტალღა.
შეიძლება საერთოდ არ იყოს. ეხლა შეიძლება 0 ყოფილიყო ან მინუსი და ჩვენ გვითხრეს რომ არის 7. ანუ აი ეს რის საფუძველზე შეიძლება ეს ჩვენ გადავამოწმოთ ან რატო უნდა დავიჯეროთ. როგორ შეიძლება გჯეროდეს რომელიმე უწყების დღეს სახელმწიფოში. ანუ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დიქტატურის ეს არის რომ აბსოლუტურად დაკარგული და მორღვეული არის თუ მოშლილი არის ნდობა მათ მიმართ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა რა. აი ჩვენ რატო გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, იმიტომ გვინდა რომ ტყუილზე კი არ იყოს ეს, ნუ იქაც არის რა თქმა უნდა, იდეალური არსად არასებობს და პროპაგანდა ზუსტად მაგაზე მუშაობს, რომ აჩვენებს, რომ აი ნახე ისიც იქ რეები ხდება თუ რა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იდეალურია არ არის. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომელი სისტემა ჯობია. ერთი თუ მეორე და ანომალიები დაზღვეულია სწორედ ამ სისტემით იქ. რაღაც დონეზე დაზღვეულია, თქვათ, რაღაცები იქაც რა თქმა უნდა მაიმუნობები, ეხლა ადამიანი რო რახან არის მაიმუნი, თქვათ, შესაბამისად ეს მაიმუნი. რახან არის ზოგადად ადამიანისთვის დამახასიათებელი ეს ქოსატყვილობა შესაბამისად და ისა გაუმაძრობაც ყველგან არის ეს პრობლემა, მაგრამ დაზღვეული არის რაღაც დოზით, ყოველ შემთხვევაში ამაზე უკეთესი ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ ჯერჯერობით კაცობრიობამ. ხო, ამიტომ არის ეს სისტემა, რომელიც შედარებით უკეთესი არის. არ ნიშნავს ეს იმას, რომ არის იდეალური ბუნებრივი, ვიცი თუ ამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ამას რო ძალსახად ჯობია. ეხლა აქ რო იქნება რამე საკამათო, მე მგონი ზედმეტია საუბარი. თუმცა გეთანხმებით მე ამჯერა რომ ეს ისე დაიქცევა ისევ ეკონომიკას რომ შევეხოთ რომ ეს ისე დაიქცევა და ისეთ რადიკალურ ცვლილებას მოიტანს რომ ამის მიხედვით ამაზე გავრაზებული ხალხი მე რაღაც ამის სისტემის ცვლილებაზე იფიქრებს აი მაგის ნაკლებად ჯერა ისე ნელ-ნელად ხარშება ისენელა რომ მე ამის განპროტესტებელიც შეიძლება აღარავინ აღარ იყოს და აზრიც არ ქონდეს ხო მაგრამ მე მგონი იქნება იმიტომ რომ ეს არ მოხდება ეგრეგვიან როგორც ანუ ამას თავისი ასე ვთქვათ განგზობითობა აქვს, მაგრამ ყველა ვარიანტში თუ რაღაცა ცვლილება არ მოხდა, ჩვენ მივალთ ეკონომიკურ კრიზისამდე. ხო, რაღაც ინდიკატორებს თან ძალიან ფაქიზად არის საქმე, ერთი რაღაც იგივე აი უძრავ ქონებაზე, არ ვიცი, გრძნობ ხო, რომ ოდნავ იმით შეიძლება რაღაცა კი, მათ ხო სენტიმენტე განწყობა და სენტიმენტებია რა. ზვავით წამოვიდეს მე რა ეფექტი მიიღოთ სამწუხაროდ რა ძალიან რთული ამოსაკაჩი იქნება უკან მერე. თუმცა ინფლაციაზე ბუნებრივადაც მაგას ორგანულად არ ვარ რომ ეხლა მაგას გულშემატკივრობ არიან ეხლა მეგობრები რა გულსფერი რო იყო ირგვლივ რა ბევრი რადიკალური ადამიანია ვინც ცდილობს რომ საერთოდ რავი დაგვასანქცირონ კი არა გამოგვრიცხონ ევროპული ოჯახიდან ბოლომდე მოკლედ დედა უნდა გვეტიროს რომ გავიგოთ იმიტომ რომ თვლიან რომ საერთოდ საზოგადოებასთან ეწეღარასაც საუბრობთ საუბარის აზრი არ აქვს ანუ თუ აქამდე ადამიანი ვერ ხვდება თუ რა გვჭირს ეხლა მას ჩვენ ვერ გავაგებინებთ ამიტომ ბოლომდე უნდა დავიქცეთ თუ გვინდა რამე გვეშველოს. მე ესმის ეს ლოგიკა, მაგრამ რო გითხრა რომ გულშემატკივრობ ახლა ბუნებრივად რომ ბოლომდე თავიქცე იგივე ასოცირებას საკითხი რო იდგა, მაშინაც ვიყავი გულწრფელად მონდომებული რომ იქნებ მოგცენ. კი ახლა აქვთ ვთქვათ არგუმენტი რომ აი ხო ნახეთ ჯობდა რომ არ მოეცათ, მაგრამ მაინც მგონია რომ მერეც მოიგონებდნენ რაღაცას რომ იმ არ მოცემას გაამართლებდნენ. აი მე ამ დაქცევასაც გაამართლებენ ისევე პატარა საშუალო ფენა დაზარალდება, მაგრამ ეს ხალხი ვინც მასა გვებძის მთელი მსოფლიო. საბოლოო როგორ უნდა საბოლოო ჯამში ხო მანდ მიდიხარ რა ფასს იხდი ამ ყველაფერში, ხო? ჭყალებში ფას და არაბჭყალებშიც, ხო? და ეხლა თუ დაიქცა ქვეყანა, ხო? ძალიან ძვირი ჯდება ეგ ყველაფერი მერე, ხო? და თან შედეგის მომტანიც არის. შედეგის მომტანიც არის. დაქცეულში ყოფნა მოგვიწევს. მე ამ დაქცეულიდან შეიძლება არ ვიცი 90-იან წლებიდან მოგვიწევს იქიდან ისევ აკოწიწება და ეგ როცა პროპაგანდის ხელში ხარ, ხა აქ არის საუბარი იმაზე, რომ მთელი მსოფლიო შენს წინააღმდეგ არის. შენ მართლმადიდებლობას იცავ. და ანუ ეხებიან ისეთ სენსიტიურ თემებს და იმდენად ხდება გამორეცხვა ტვინის რომ სულ რომ მართლა რუსეთზე ვამბობდით ხოლმე რომ კარტოფილი რო ჭამონ და ხედავენ რომ სხვები თქვათ რაღაცას იქ ვიღაც იპყრობს და სხვა უფრო ცუდად არის ეს მისთვის ნორმალური იმიტომ კი არ არის რომ რუსი ცუდია იმიტომ რომ პროპაგანდის მსხვერპლია უბრალოდ ისე როგორც გერმანელი იყო პროპაგანდის მსხვერპლი და როგორც დღეს არის ქართველი პროპაგანდის მსხვერპლი აი იმ ქართველისთვისაც ისე მოუტრიალებენ ამ ყველაფერს რომ თქვათ მისთვის ყველაფერი რაც ცუდად მოხდა იგივე თქვათ ვიზასთან დაკავშირებით იყო რომ აი გავაუქმოთ ვიზა ლიბერალიზაცია იმიტომ რომ ეს გამოიყვანს ხალხს ქუჩაში თუ რაღაცა
ზუსტად ისევე მიყიდიან ამ ყველაფერს ამის გაუქმებას, როგორც მანამდე მიყიდეს ყველაფერი დანარჩენი. ახლა რატო გვეპარება ეჭვი, გაუგებარია, რა უნდა მოხდეს აი იმ ხალხისთვის, ვიზაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა უნდა მოხდეს ამისთანა, რომ თქვას, რომ არ უღირს ადამიანს ეუნებიან და ჯერა იმის, რომ მის სარწმუნოებას ეხებიან და თქვათ რაღაცა ისეთ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ღირებულებებზე მიდის აპელირება და პროპაგანდა აჭერს ზუსტად მაგ ნაწილს და მაგ შემთხვევაში შენ საპირწონედ ვერ დავუყენებ ვერც ვიზა ლიბერალიზაციას, ვერც გრანტის არ მიღებას და ვერაფერს საერთოდ და ეს უბრალოდ დაგვაზიანებს მერე ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად დასავლეთში მოგზაურობა უწევს, თორე ვინც არ მოგზაურობს, ისედაც თქვათ იმას არც არაფერი. ამიტომ ეს აი რაღაც მაგალითია იმის, რომ რაღაც ჩამოიქცეს, გასაგებია, მეც ეს ლოგიკაც ვიცით, რომ რაღაცა თუ არ აღმოჩნდი ორმოში, შეიძლება ვერასდროს ვერ მიხვდე, რომ ის არის რეალურად რამხელა პრობლემის წინაშე გახარ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს პროპაგანდაა, რომელსაც ჩვენ თუ არ უშველეთ, არაფერი არ მოხდება. აი ზუსტად რასაც ვამბობდით, რამდენი ფონდიც არ უნდა შევქმნათ, რამდენი პლატფორმაც არ უნდა შევქმნათ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, როცა შენ ხარ ასეთ განუკითხაობაში, როგორც დღეს ვართ, პირდაპირ დაწერენ, რომ აი ამ ტიპის ფონდის ვეღარ შექმნი, პირობით ხო პარტია გინდა, რომ რაღაც დააფუძნე პარტია, ვთქვათ, დავითის დაფუძნებული პარტია ჩაითვალოს კანონგარეშეთ, დააპატიმრეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზღვარი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი სტანდარტი, არ არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელსაც იტყვი, რომ აი ამაში არ ჯდება თუ რაღაც. ანუ არ არსებობს ეს და არ არსებობს ადამიანები თან, მინიმუმ ადამიანები არ არსებობს, ვინც შეგეწინააღმდეგება ამაში. შიგნით ვამბობ რა, ეხლა ანუ პიროვნებები არ ყავთ ირგვლივ დარჩენილი, ანუ იწმინდება ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც რაღაცა აი სტანდარტი თვითონ მაინც აქვს, რომ რაღაც ადამიანურად მაინც შეეწინა. იფილტრებოდა ეს წლების განმავლობაში. აი ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა სწორედ ამის გაფილტრვა. რჩებოდა მარტო ისეთი ტიპის, თქვათ, აი ამ კულტურისთვის ამ კულტურასთან შესაფერისი ადამიანთა ჯგუფი, ასე ვთქვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაც რომ ვამბობ კიდევაც ის მაქვს, რომ რაღაცა შეურაცხყოფას აღარ. მაგრამ ასე გამოვიდა. უბრალოდ ასე გამოვიდა, არ ვიცი თავის გადაწყვეტილებით, იმით შეცდომით თუ რაღაცა. ასე მოხდა, რომ აი ეხლა ესეთი ადამიანების ჯგუფია, რომელიც რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერში გამართლებას იპოვის. იმიტომ რომ ჩვენ რაც ვიხილეთ ამ ბოლო პერიოდში, ისეთი ფაქტები ვიხილეთ და ისეთი მოვლენების ისე განვითარება ვიხილეთ, ამაზეც თუ არაფერს არ ამბობ შენ და ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს გაამართლებ. აქ არ იქნება შემაკავებელი მაგ აღარ და ვიცით ეს აგვიკითხავს ახლა ეს ისტორია და ხომ როცა ბიზნესმენებზე საუბრობთ, მაგიტო ვიგებ ნაწილობრივ ამ პოზიციას თქო რა, იქ იმიტომ სტოპერი არ აქვს, არაფერი აღარ არის შემაკავებელი რეალურად. ერთ-ერთი შემაკავებელი მთავარი ფუნდამენტური, რომელიც წლებია უკვე აღარ გვაქვს და ეხლა მით უმეტეს ასე ვთქვათ, თლად მუხრუჭის გარეშეა სასამართლოა და იცი რომ რაცა უნდა დაგემართოს, სამართალს რეალურად თუ არ არის საჭირო ვერ იპოვი, თუ არ ჩათვლიან საჭიროდ, ასე ვთქვათ, ვერ იპოვი და ასე რომ მაგ გადაწყვეტილების მიღება, რომ შენ ასე ვთქვათ, იყო თამამად გამოხატო შენი აზრი და დარწმუნებული ვარ უმეტესობა მათგანს ის აზრი აქვს, რაზეც ჩვენ აქ საუბრობთ, ხო? და რთული არის რა. ხო, მესმის რთული რო არის მესმის, მაგრამ რატომღაც აი უბრალოდ მე ამას დაფრეთის გადავადებას ვეძახი, იმიტომ რომ მე ვირწმუნე, რომ რაც ამოიღებ თუ არ ამოიღებ, ხო, თუ სადღაც მიზანში ასე მაინც მოგაკითხავენ, ასე ვთქვათ. ხო და სადღაც მოგიწევს. სადღაც ასე ვთქვათ, თუ მორალი რაღაც დონეზე გაქვს, ყველა ვარიანტში სადღაც ფეხქვეშ მოედები. და ფეხქვეშ რომ მოედები, ეგრევე განაცდები რა. ეს ნაცის ეს განაცების ლეიბლი ეგრევე ეს განაცების ფენომენიც როგორ უნდა იმას. აი მე მაგალითად დარწმუნებული ვარ იგივე აი სააკაშვილზე ახლა მისჯა და ბოლოს აი ეს გაუგონარის შეკრებაც რო გამოიყენეს და ეს ბოლომდე რო აჭერენ რაღაც სიგიჟებს. აკეთებენ სწორედ იმიტომ რომ აი ამ კალაპოტიდან რო არ ამოვარდეთ რა, როგორც კი აი ნაცობას რო არ გავცდეთ, რასაც თვითონ აი ნაცობას რასაც არ ქმნით რა და
როგორ შეიძლება ამის რა იქნება სწორი პოზიცია რა ერთის მხრივ რაღაც ვალდებული ხარ რაღაც მორალურად ხარ რაღაცა რო უსამართლობა კეთდება ეხლა იგივე რასაც დაანონსებული აქვს ხო ბოლომდე უნდათ რომ გაჭრილიტონ ეხლა რეალურად რა ამ დროს გინდა რომ რაღაცნაირად სოლიდარული იყო იმ უსამართლობის წინაშე დარჩენილი ადამიანების მაგრამ მეორეს მხრივ არის ეს რომ სწორედ ეს მათი მიზანიც ეს არის რომ აი ერთად არიან და აი ნაცები არიან და აი რა ერთ-ერთი გამოსავალი ალბათ აი მან რაღაცა სწორი პოზიციის დაკავება იქნება თუ აი სწორი გამოსავალი რა არის ალბათ ეგ იქნება არა მარტო სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის საზოგადოებისთვის ზოგადად რა მან და არ მაქვს პასუხი როგორ უნდა გარდა იმ ადამიანური იმისა რა რომ ახლა მართლა იმასაც ვთქვათ არ მიაქცევ ყურადღებას რომ ივენაც გეძახიან თქვათ რაღაცას ანუ ამათ ყველაფერს დაივიწყეთ მაგრამ შედეგიანობის კუთხით არის ძალიან ესეთი არაეფექტური მოკლედ რა არაეფექტიანი რომ როგორ შეიძლება რომ ვებრძოლოთ აი არ ვიცი თქვენ ხო არ იცით არ ვიცით რა არის მან ერთი არის შეფასება თვითონ ასე ვთქვათ სწორია თუ არა მსჯავრი მისჯილი მსჯავრი და როდესაც ეგ ჩვენ სასამართლო სისტემაზე ლაპარაკობ ინდივიდი კონკრეტული სახელი და გვარი როგორზე გაწივა აპრიორში ის განწყობა გიჩნდება რომ იქ სამართალი პრაქტიკულად ხშირად არ აქვს ხო და მეორეა ხა მიზნიდან უნდა გამოვიდეთ რა ყველა ადამიანი ალბათ რა გვინდა ხო და იმ ადამიანებმაც რომელიც ახლა მეორე პოლუსად არიან აღქმული და კონკრეტულმა პარტიამ ის მიზანი რაც არის რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი დემოკრატიული დასავლური სამყაროს ნაწილი მაგ მიზანს რა ემსახურება იქიდან უნდა გამოვიდნენ და იქიდან უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმიტომ რომ ფაქტიურად არ ვიცი რამდენი წელია 13 წელია გვათრევს ეს კოცი ნაცის ძახილი აქეთ იქით ხო ამ ქვეყანას ხო და ну იმ ადამიანმაც მათმა ასე ვთქვათ პოლიტიკურმა ლიდერმაც და მაგ პარტიამაც ჩემი აზრით ეს ჩემი როგორც ერთ-ერთი მოქალაქის აზრი არის რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ რომ ესე არ იყოს იმიტომ რომ თავისი ოპონენტის მოედანზე თამაშობენ ამ ყველაფრით ამდენი წელია და ამდენი წელია აგებენ მაგ მოედანზე ხო და თუ რაღაცა რადიკალურად არ შეცვალეს შენთვის უთა აგებენ. თვითონ არ ეტყობათ არაფერი მაგის შემცვლელის ან მაგის გამააზრებლის პირიქით უფრო აჭერენ აი ჩათრევას ცდილობენ შეიძლება ბუნებრივადაც არის ეხლა მათი მდგომარეობა რაღაც თავდაცვის იმაში არიან რომ თავდაცვის გამოვლინება რომ ცდილობ რომ რაღაც ყველა მოდი ერთად დავერთოთ ობიექტური სივრცე რო კონდეს ჩვენ ანუ შეიქმნებოდა ალტერნატივა უბრალოდ ასეთი სივრცე არ არსებობს იმიტომ რომ ასეთი ალტერნატივის შექმნა სჭირდება რესურსი, სჭირდება ფინანსური რესურსი, სჭირდება ტელევიზიები. დღეს ფაქტიურად გადანაწილებულია ეს ყველაფერი და როგორ უნდა გაჩნდეს ალტერნატივა. ანუ ამ პირობებში იმიტომ არის ოროპოლუსიანია ფაქტიურად მაგის გამო, ხედავთ იმისა, რომ არიან ვიღაც მოთამაშეები, რომელიც ვიცი რომ ახლა ნუ არა აქვს ესე კავშირი ერთმანეთთან, მაგრამ მაინც ძალიან რთულია ეს, მაინც პატარები არიან და როცა ხელისუფლებაში ხარ ახლა 9 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლებას გულისხმობ, რამდენი შეცდომაც დაშვებული არ უნდა კონდეს და რამდენად თქვათ აბსოლუტურად მიუღებელი არ უნდა იყოს პირადად შემთვის ის შეცდომები, ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა იმ მმართველობის პირობებში, ანუ იმ ძალას მაინც ყავს თავისი ამორჩეველი ამ ქვეყანაში და ამორჩეველს ხო დავხოცავთ, ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ჩვენ ვარ დემოკრატიული ქვეყანა, უნდა ვიცხოვროთ რაღაც დემოკრატიულ ქვეყანაში და ეს არის ჩვენი რაღაც მისწრაფება, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი იმ განსხვავებულ აზრს. კიდევ ერთხელ მეორებ, შეფასება ჩვენი დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ერთნაირი არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. მაგრამ ასევე მიუღებელი არის ქართული ოცნება, მაგრამ ის რომ მე მომავალში ვთქვა, რომ აი ქართული ოცნება თუ იქნება ვთქვათ პოლიტიკურ სივრცეში ეს უნდა აიგრძალოს ქართული ოცნება და მე რაღაც არაფრად ჩავაგდო მისი ამორჩეველი, ეს ასე არ იქნება. ანუ მე დავიცავ მათ უფლებასაც რომ იყონ ისე როგორც უნდა დავიცვან ამ შემთხვევაში ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკაში ყოფნის უფლება. თუმცა აბსოლუტურად ვიზიარებ მე ამ შეფასებას, რომ თვითონ ამ პოლიტიკური ძალისთვის უნდა ყოფილიყო
ამ 12 წლის განმავლობაში რო არ მოხდა ეს განწმენდის პროცესი, ასე ვთქვათ, ამ პოლიტიკური ძალის, ანუ არ მოხდა არაფრის აღიარება შეცდომების წესიერად, ანუ იმიტომ რომ ყოველი აღიარების მერე რაღაც მაგრამ იყო და ისეთი აღიარება რო იყო, რომელიც არ იყო და განსაკუთრებით ლიდერის მხრიდან, პრინციპში პირველი ადამიანის მხრიდან აღიარების მსგავსიც არ არის. გადააზრების თუნდაც აღიარება. ეს არის კატასტროფა, საერთოდ რასაც ხედავ, ანუ ასეთი თქვათ ან პირველი სგულისხმობ ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს ძალიან გულდასაწყვეტი იყო მოკლედ ეს ყველაფერი როგორც განვითარდა თვითონ ის პროცესი და მეერეც როგორც განვითარდა დღესაც რასაც ვხედავ და ეს არის მართლა პიროვნულ დონეზე რაღაც ტრაგედია არის და ჩვენთვის ჩემი ქვეყნისთვისაც რაღაც ისეთ ცუდი შესახედაობა აქვს ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა თვითონ ამ გუნდის მხრიდანაც საბოლოო ჯამში რომ აი ვერაფერი მსგავსი ჩვენ ვერ ვიხილეთ მოხდა რაღაც გუნდის რაღაც წევრების რაღაცნაირად ტრანსფორმირება და თითქოს რაღაცა სხვა პლატფორმების ჩამოყალიბება და იქედან ასე ვთქვათ შემოსვლა ამ პოლიტიკურ პროცესში, ოღონდ ისევ და ისევ აი იმის გარეშე და განწმენდის პროცესის გარეშე მგონი ეგ ვერ მოხდება. პირადად ეს ჩემი პირადი აზრია, შეიძლება მოხდეს და შეიძლება ძალიან წარმატებულებიც იყვნენ მომავალში, მაგრამ მე ეჭვმეპარება. იმიტომ რომ როგორც მინიმუმ აი ასეთი რაღაც გულწრფელი საუბარი საზოგადოებასთან უნდა მოხდეს და გულწრფელად გააზრება უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რომ ყველას რაღაცა გულწრფელად გააზრებული აქვს ეს თავის ქმედება. იგივე იქნება ქართული ოცნების როგორ არ ესმით ეს ამდენი წლის მანძილზე ეხლა ეგ ხო თავარი ვის იყო მათ მიმართ ნათქვამი ხო? თუნდაც მეგობრულადაც რომ აი ეს აუცილებელია, თუნდაც ნდობის მოსაპოვებლად რა. ყველაფერს თავდანებთ თუნდაც საჩვენებლად მაინც რაღაცა თქვი, აი რატო არ ხდება ეს? საჩვენებლად არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ეგ მაინც რომ დაგვენახა, რომ იცი რა გულწრფელი არ არის და ეხლა ეს მაიმუნობს, ეგეც კი არის ხო რა. შეფასება უნდა მოხდეს. ეხლა მაგალითად ეგ არ შეიძლება რომ არ დაფასდეს, რომ წინა ხელისუფლება შეიცვალა არჩევნებით. მე ბევრი ინვესტორს ხვდებოდი მაგის მე 2013-14 წელს და მაგას მეუბნებოდნენ, რომ მაგიტოაო, მაგარიო, საქართველოს რომ პრეცედენტი მოხდაო პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის გარდაო ძალაუფლების სრულად მოხდა არჩევნებითო და საყოველთაოდ თქვენო დაშგვიკრავდნენ მაგაზე რა. ეგ ბუნებრივად დასაფასებელია, მაგრამ არ ვიცი 12 წელი მაგის მერე შტანგას რო ურტყავ, რაღაცა უნდა შეცვალო, ივარჯიშო, ხო სხვანაირად გააკეთო რაღაცა. ხო სულ ერთი და იგივეს რო აკეთებ. და სუწაგებული გამოდიხარ, ხო რაღაცა დასაკეთებელი გაქვს, იმიტომ რომ ეხა ნოემბერში ბოდიში რომ მოგებაზე არ არიან ორიენტირებული და უბრალოდ თამაშის ეხა ნოემბერში რო უყურებდით რომ რაც მოხდა პოსტარჩევნები ხო 28 ნოემბრამდე ხო სრული ვაკუუმი ხო დაინახა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რომ 5000 კაცს ვერ გამოყავდათ მიტინგზე ფაქტიურად ხო ანუ ეგ ხო უნდა გადაიაზრო რომ ის შენი აურჩეველი არ ყოფილა თუნდაც ის 800000 ხმა თუ 900 რამდენიც იყო ხო საპროტესტო აურჩეველი იყო რა და როგორ უნდა მიიწევო ეს ამორჩეველი ხო უნდა შეცვალო რაღაცა ფაქტია რომ შენმა ძველმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ არ იმუშავა ხო ანუ უნდა გააკეთო რაღაცა სტრატეგიის ცვლილება ხო და მორგება ხო სიტუაციაზე და ხედავ რომ არაფერი არ ხდება ხო და ისევ ძელებს უტყავ ხო საერთოდ მათ კომპეტენციაზეც სწორი რეაგირება აქვს საზოგადოებას ხო საზოგადოება მე მჯერა რომ კოლექტივურ საზოგადოება ძალიან ბრძენია და ძალიან ჭკვიანია და ემოციური ინტელექტი საკმაოდ მაღალია რომ ხვდებოდეს ბევრი შესაძლებელი რამე მითხრა მაგრამ არ გავყო ეგრეა მე ეგრე მჯერა რომ მჯერა რაც უფრო მეტად სუჭკვიანი ადამიანებიც რომ ერთიანდებიან რაც უფრო მეტი ხდება მით უფრო სულელდებიან რა მე ეგეც არ ვიცი არა მაგრამ ამ იმაში სენტიმენტში გეთაყვები ზოგადად გამოთქმისთვის რომ გძნობ ამას შენ რომ ხალხი ბრძენია კი ფაქტი არის რომ ამ შემთხვევაში ბრძენია ხო კი არ ტყუდება ხო ზუსტად ხედა არ მოტყუდა მარტივად კი არა და ალბათ არ მოტყუდა შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ იმიტომ რომ ეს დევალვაცია ამ პოლიტიკოსების ზუსტად აქედან არის გამოწვეული მათ შორის მიწებება ნაციონალურ მოძრაობასთან სხვა პოლიტიკოსებისაც რომელიც შეიძლება ასე პირდაპირ არც არიან დაკავშირებული მაგრამ როგორც კი რაღაც კუთხით ხდება რომ აი ჩვენ კოალიციას შევქმნი რომ უკვე იქ საზოგადოებისთვის მე მგონი ძალიან ისეთი წითელი ის არის ნატურა რომ რაც კოალიციაც კი ხო ერთიანობაზე უკვე ლაპარაკი კოალიციასაც რომ ამბობ ახლა ნუ ისიც ფიქრობს რომ როგორ ახლა ამ ადამიანებთან იმიტომ რომ არ მოხდა განწმენდილი არ არის ხო და შესაბამისად ეს პრობლემაა რა თქმა უნდა ძალიან დიდი და
ჩვენ ხედავთ რომ არც ნიშნები არ არსებობს ჯერჯერობით იმის რომ ამის თვითონ ხო რა შეიძლება გარედან გაკეთდეს ბიზნესის ხო ძალიან გზნობი ბიზნეს პრაგმატულია ხო და ძალიან გზნობიარეა და რო ხედავს რომ აქ სუძელებში მიდის რტყმა გამოდმებით ან სადღაც კუთხურებში ხო ბუნებრივია რა მაგ კითხვას ნაწილობრივ პირველი კითხვა რაც იყო თქვენი რომ რატო არის ჩუმად ერთ-ერთი ეგ არის რომ ხედავს რომ ესენი ალტერნატივას და რა შეიძლება ამ ალტერნატივაზე ანუ როგორ წარმოგიდგენიათ აი კვანძი სად არის ალტერნატივა იმიტომ რომ მე იმედი არ მაქვს არც გაწმენდის რო არ მოგატყუოთ და არც გადააზრების და არც იმის რომ რაღაც შეეშვებიან სხვა თამაშის თამაშს დაიწყებენ უბრალოდ მართლა ეჭვი შეიძლება შეგეპაროს იმაში რომ საერთოდ უბრალოდ ტიტუვისთვის ხო არ აკეთებენ ამას და არა საერთოდ არ აქვს შედეგზე ორიენტირებული და ჩანაცვლება საერთოდ არ უნდა და აი ალტერნატივა აი წეღან პოლიტიკური მდგენელიც ახსენე რომ პოლიტიკური ლიდერშიპის გარეშე ვარ გამოვა არაფერიო და რა შეიძლება ალტერნატივა აი თქვენთვის სასურველი სცენარი რა იქნება რა ჩემთვის ახლა ამ პროცესებიდან გამომდინარე უნდა ჩამოყალიბდეს რაღაცა ახალი ჯგუფი რაღაცა ლიდერები უნდა ადამიანები უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რომ შევიდნენ პოლიტიკაში რა მათ შორის ისეთებმა ალბათ რომელსაც არ უფიქრია პოლიტიკა. ანუ ახლები უნდა გამოჩნდნენ ახალი ადამიანები პოლიტიკაში. ხო, უბრალოდ აქ არაფერი არ გამოვა თუ ის რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ არ დაალაგდა. ასე თქვა ჩვენ თუ ისევ ამ განუკითხაობის პირობებში ვიქნებით იმ ადამიანებსაც ისე მოიშორებენ ან ისეთ რაღაცებს უზამენ რომ ეგ ცუდი დათქმა და ხო ცუდი ხო იმიტომ რომ ეს არის დღეს მოცემულობა ეს არის ამიტომაც არ ჩნდებიან ახალი ადამიანები ჯერჯერობით ასე პირდაპირ იმიტომ რომ თუ შეიქმნება სათანადო პირობები ამ ადამიანებისთვის სამწუხაროდ აქ ძალიან დამოკიდებული ვართ ჩვენ საგარეო ფაქტორზე ვთქვათ და ამ რაღაც გეოპოლიტიკურ საერთო ემაზე კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაგრამ შენ თუ მიტოვებული ხარ ასეთ განუკითხაობაში აი აქ რამის გაკეთება გარე დახმარების გარეშე იმიტომ რომ ჩვენ ეს არ არის ლოკალური პრობლემა ხა ასე ჩვენ ის წინააღმდეგაც გვიწევს ხო ამ შემთხვევაში გალაშქრება ასე თქვა ჩვენ ფაქტიურად ვეწინააღმდეგებით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალას დიდი რესურსის მქონე ძალას რაც არის რუსეთი ხო ამიტომ ახლა რუსეთთან თქვათ ჭიდაობა ასეთი რომც არ იყოს რუსეთი პრინციპში რო აიყო ის პირველი პირი ბატონ ბიძინას გულისხმობ ამ შემთხვევაში თავისი რესურსებიან და ყველაფრიან ესეც აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის რომ უბრალოდ ეს თამაში არ არის ანუ თამაშის წესები არ არის რომ პირობითად ეს სპორტის ის რო ავიღოთ მაგალითი რაღაც ფეხბურთში იცი რომ რაღაც წესები არსებობს და იმ წესებში შენ შედიხარ და რაღაცას ვთილობ აქ არის თამაშის წესები როცა ეს ფეხბურთია გეუბნებიან ანუ აწერია რაღაცა ეს ფეხბურთის სტადიონი და შედიხარ და ხედავ რომ ვიღაც ხელით თამაშობს ვიღაც უბრალოდ თავში ჩაქუჩს ურტყამს და ისე ჩაივლის ან რასაც უნდა იმას აკეთებს და საჯი გადაწყვეტილებას იღებს აი თავისი მიდან გამომდინარე რა ზოგ შემთხვევაში რაღაცა შენ თუ რაღაცას აკეთებ თქო ჯარიმა სხვა თუ რაღაცას აკეთებს შეუძლია რომ გაეთ და როცა როგორც უნდა ამ თამაშს ისე ცვლის რა თქმა უნდა იქ ეხა შენ შეხვიდე და ფეხბურთი მე მეგობრებო ეხა რაღაცა ფეხით მინდა ბურთის თამაში ეხა გეტყვიან რომ კარგად იყავი ხო ამიტომ თუ ეს არ თუ არბიტრი მაინც ეხა შეიძლება იქ ხელით მოშეთ თამაშები დარჩენ მაგრამ არბიტრი მაინც არ გაჩნდა რომელიც იტყვის რომ ხო ერთ წუთი ეს ფეხბურთი არის ამიტომ კეთილი ინებე და ფეხითი თამაშე ანუ აი ასეთი რაღაც მაინც თუ არ მოხდა მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მეორე მხარეს თქვათ იქ მანჩესტერ იუნაიტედი იყოს და შეტევათ რაღაცა გორის დილა იყო და ასე მოგიწიოს მაინც რაღაცა შანსი აქვს გორის დილას მანჩესტერ იუნაიტედთან ვიდრე თქვა დღეს რაც არის რომ ამ განუკითხაობაში შეხვიდე და საერთოდ არანაირი თამაშის წესი არ არსებობს და თუ დაემთხვა რომ და ესეთი არბიტრი საერთაშორისო საერთაშორისო თუ დაემთხვა ისე ეს მოლაპარაკებები ეს პროცესები და რაღაცეები დაალაგდა ჩვენ და სასიკეთოდ ანუ ჩვენი დემოკრატიის სასიკეთოდ და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მაშინ ფიქრობ რომ გამოჩნდებიან ადამიანები ამ პოლიტიკურ ველზე რომელიც თქვათ წაიყვანენ ამ პოლიტიკურ პროცესს ისე როგორც ეს უნდა წავიდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ მოქალაქეობის დონეზე, გავდივართ, ვაპროტესტებთ, როგორც შეგვიძლია, რასაც შეგვიძლია ამ პროცესს მაქსიმალურად ვწელავთ, რომ ეხლა ჩვენ ხალხი რო არ იდგეს რეალურად იქ და რო არ აპროტესტებდეს
ალბათობა იმის, რომ რაღაც ანუ საბოლოო ჯამში ხა დისკომფორტი აქვს ყველას. ანუ დისკომფორტი აქვს ელჩებს, რომელიც თქვათ ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ როგორც კი შეხვდებიან უკვე რაღაც ის არის ხო კითხვის ნიშნები ჩდება. დისკომფორტი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელსაც მუშაობა უნდათ და არ შეუძლიათ ისინი ხო ვამბობდით რომ ბიუროკრატები არიან, უსაქმურები არიან, რას არ ვეძახდით და ხა რეალურად არის დარჩენილი იმის გარეშე სამსახურის საქმის გარეშე ხო ყველასთვის პრობლემა ხარ შენ დღეს და გაცილებით უფრო რაღაცა მარტივი იქნებოდა შენ რომ ამბოდე რომ კი ბანეო გამომარჯოს რუსეთს რა კარგია ასეთი ქვეყანა დიქტატურა არის მე ჩემთვის რაც არის მისაღები და საერთოდ ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ ყველა იტყოდა რომ კი ბატონო მაშინ ამერიკაც იტყოდა რომ მე მომეცით ის რაც მაინტერესებს და სხვა არაფერი მაინტერესებს ევროპა იტყოდა რომ კაცო თქვენ თუ არაფერი არ გინდათ მაშინ ჩვენ რა ეხა რა უნდა გიფინანსო ეხა მათ რაში მაინტერესებს წავალ მივხედავ ჩემს თქვა სხვა სივრცეებს და რაღაც ჩვენ რეალურად ეხლა ამ შეუგუებლობით მათ შორის ეს არ არის გადამწყვეტი ცალსახად ცხადია, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ამიტომ ამ შეუგუებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დრო ჩემი აზრით მუშაობს პირიქით ჩვენ სასარგებლოდ და თქვა მეგობართან მქონდა რაღაც საუბარი, რომ აი რას მივახციეთ, ვერაფერს ვერ მივახციეთ, რაღაც ესეთი განწყობა ქონდა. იშვიათად მოდის სხვადასხვა იქ და მე ვეჭხური რომ მოვთხარ რომ მოდიხარ მაგან წყობა რომ ჩოგესახში დავჩემე ხო და არა როგორ რას მივახციეთ ანუ ძალიან ბევრ ამას მივახციეთ დიდ სურათში რომ შეხედო გაგიმეორი ჩვენც რა დიდ სურათში რომ შეხედო ხა ეს არის ცალსახად ეს არაღიარება თქვათ ამ არაღიარება რეალურად იმ მოცემულობის რომელიც დადგა რომ რუსული საქართველო რომ მივიღეთ ამის არაღიარება და თქვათ არც ამ საერთაშორისო მონაწილეების მხრიდან ეს არის ძალიან დიდი ამბავი და აი რაზეც ვისაუბრე სწორედ რომ ეს რო არ მომხდარიყო თქვათ რომ ვერ ხედა ეხა ხო ზუსტად იციან რომ 20 ადამიანის თუ დგას და თუნდაც მარტო მე თუ ვდგავარ რუსთაველზე და სხვა თუ არავინ არ არის იციან იმის უკან რამდენი ადამიანი დგას. ძალიან კარგად იცის ეს საქართველოში, თქვათ ამ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმაც და იციან საერთაშორისო მოთამაშეებმაც თქვათ და ის ვინც საქართველოსთი არის დაინტერესებული. ძალიან კარგად იციან რა განწყობა არის ქვეყანაში და თქვათ რამდენი ადამიანი დგას რეალურად ამ ხარეს. და ზუსტად ამიტომ არის რომ აგრძელებენ თვითონაც ამ თქვათ პრესინგს ასე ვთქვათ ამ ხელისუფლებაზე და აქვთ იმის იმედი. რა თქმა უნდა, იქ აწყობთ თვითონაც რომ საქართველოს იყოს ამ ევროპული ოჯახის წევრი, იმიტომ რომ ვთქვათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რომ შავ ზღვაზე ვთქვათ საზღვრისპირა თან ახლა შეიძინა მაგ განსაკუთრებით მნიშვნელობა ჩვენმა წევრობამ და რა დროს იმავშევთ ჩვენ აგრესისულელებს. კი, როდესაც ესეთი ტრადიციული რუთები გამავალი გზები გადაიკეტა ხო ამ დროს არ გავცამცხოვროთ. კი და ჩვენ ასე ახლოს ანუ არ ყოფილვართ არასდროს რა ჩვენ ფუნდამენტურ ასე ვთქვათ ხო და ეს ხო რუსეთმაც ძალიან კარგად იცით ჩვენ თუ აქ მაგაზე ვსაუბრობთ რუსეთისთვისაც ზუსტად მასე რომ ახლა ასე ახლოს არასდროს არ ყოფილა და ზუსტად ამიტომ მოხდა რომ როგორც კი ეს კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ზუსტად მაშინ მოხდა ის, რომ ეხლა მეგობრებო, უკვე რასაც გეუნებით, როგორც ჩანს ზარი მიიღეს და უთხრეს, რომ რასაც გეუნებით იმას აკეთებ და აღარ გვაინტერესებს ეს თქვენი თქვათ ეს რაღაც ოლპურუსზე თამაში და ვითომ არ წვადი დავწვართ შამპური. ჩემი შეფასებით ასე შეიძლება ცდებოდე, მაგრამ ჩემი შეფასებით გარედან ეგრე ჩანს კი. ხო, იცი როგორ არის ხა ჩვენ ზარი მიიღეს თუ არ მიიღეს ჩვენ არ ვიცი, ფაქტია რომ ყველაფერს აკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მათ შორის ოკუპანტ ქვეყანასთან კოოპერაციაც მოსულა. ისე როგორც ეს ზარი შეიძლება 12 წლის წინაც იყო, ეგ არასდროს არის, შეიძლება არასდროს არ ყოფილა, ხო, მაგრამ ფაქტია რომ თავარი არის ძალაუფლების არ დაკარგვა და ძალაუფლების დაკარგვის შიში ხო და ვეთანხმები ესენს რა ბევრი ვარსკვლავი უნდა დაჯდეს ერთად რა, ერთი თავისთავად ჩვენი პროტესტი, რომელიც არის ფუნდამენტი ასე მგონია ყველაფრის, განგრძობით პროტესტი, გარე ფაქტორები და ასე ვთქვათ, აქაც რაღაცა გადახალისება პოლიტიკურ სპექტრში, რომ მე ჩემ თავს ჩემ მეგობრებს ვეუბნებოდი ზუსტად, რომ ეხა დღეს ვარ ჩემი დანიშნო. ხმას ვის მივცემ არ ვიცი თქო. ოცნებას რო არ მივცემ გასაგებია, მაგრამ საკმაოდ დიდი დილემის წინაშე ვდგევარ, ძალიან დიდი წინარჩევნებზე, ძალიან წინარჩევნების პოსტ ფაქტუმ, ძალიან დიდი ასე ვთქვათ
როგორც მოქალაქემ ძალიან დიდი ის მივიღე, რა ქვია, ფრუსტრირება, ხო რა, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის შესაძლებლობებით. კი. დარც ხონდა დიდი იმედი და თავს ხმის მიცემისთასაც იყო ეგ არჩევანი შეზღუდული, მაშინაც იყო, ანუ ის 800.000-იც მართალია, რომ ახსენეთ, რომ ანუ წინა დღემდე არ იცოდა უმეტესობამ საერთოდ ვის მიცემდა ხმას, ანუ აქ ოპოზიციურ სპექტრში, რომელისთვის უნდა მიეცა, ვინაიც არ იყო ჩამოყალიბებული რა. აი კონკრეტულად რო ამბობთ პოლიტიკაზე, აი თვითონ პოლიტიკა ვიწრო გაგებით როგორ გესმით, მოდი ამაზეც ვთქვათ ორი და სიტყვით სანამ დაგყლით ძალიან რა, ანუ აი რას ნიშნავს პოლიტიკა, აი რომ დავიწყეთ პოლიტიკაში არ ვარ, იგივე პოლიტიკა უნდა გააქტიურდეს, იგივე პოლიტიკური რაღაც ლიდერშიპი ახსენე ხო, რომ აი რას ნიშნავს პოლიტიკა, იმიტომ რომ მე ანუ ერთი არის რაღაც ესეთი ფართო გაგება პოლიტიკის, რომ ყველა პოლიტიკაში ვართ, ანუ სხვა ადამიანზე გავლენა თუ გაქვს უკვე რაღაცნაირად პოლიტიკა და წონა პოლიტიკური იმის მიხედვით გენიჭება რა რაც რამდენ ადამიანზეც გექნება გავლენა, მაგრამ მეორე მხრივ პოლიტიკოსი მაინც რაღაცა ვიწრო ის არის ხო? სპეციალიზაცია, მოდი ესე ვთქვათ რა, თვითონ პოლიტიკის და აი გრო ხო, ჩემთვის რაც ახსენე საზოგადო მოღვაწეობა არის. ანუ ერთი არის რაღაცა კერძო მოღვაწეობა, რომელიც არის ამ შემთხვევაში თქვა ჩვენი ბიზნესი ძირითადად, მეორე არის საზოგადო მოღვაწეობა, რომელიც არის თქვა პოლიტიკა. ეხლა დეფინიცია შეგვიძლია ძალიან ბევრი სხვადასხვა ის გავაკეთოთ, მაგრამ ჩემთვის მე ასე მაქვს ახმული, რომ ეს არის საზოგადო მოღვაწეობა. ან ბოდიში რატო ვსვამით ამ კითხვას, რომ აი რაც ახსენეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები გააქტიურდნენ და აი აქ პოლიტიკაში მოვიდნენ, აი მათთვისაც გასაგები რო იყოს, რას ნიშნავს აი თქვენი გაგებით? ანუ აი ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ნაწილი, რომ საზოგადო კეთილდღეობა არის მნიშვნელოვანი, რომ გაგება იმის, რომ უბრალოდ ბედნიერი ვერ იქნები შენ მარტო რაღაცა შენს პატარა სივრცეში, იმიტომ რომ ძირითადად ის ადამიანები ახლა ვინც ბიზნესიდან ვართ, ვინც ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ჩვენი პატარა სივრცეების შექმნა, რომელშიც საკმაოდ კმაყოფილად ვიგრძნობ თავს, მაგრამ მე მგონი ბევრი ხდება, რომ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ყველას ყავს მეზობლები, ახლობლები, მეგობრები და ეს რაღაცა სივრცე მით უმეტეს ჩვენაირი ტიპის საზოგადოება ჩვენ რომც არ იყოს ასე უბრალოდ ეს სივრცე რომელშიც შენ ხარ მნიშვნელოვანია რომ ეს თანაზიარი იყო ამ სივრცის თანაზიარი იყო ლხინშიც და თანაზიარი იყო ჭირშიც და რაღაცა ეს ერთიანად გაქონდეს ეს ну გარდა იმისა რომ ზოგადად საქართველოს სპეციფიური ქვეყანა არის ზოგადად და სპეციფიური ერი არის და თვითონ ამ ერის მნიშვნელობა და თვითონ ამ ქართველობის მნიშვნელობაც კიდე მგონია რომ განსაკუთრებული არის ეს ვისაც აქვს გააზრებული ზოგადად რა რის განგრძობითობას წარმოადგენს და არ არის უბრალოდ რაღაცა იმაში სივრცეში მყოფი რაღაც ისა ნაწილაკი მე მგონი ვისაც ეს აქვს გააზრებული მისთვის არჩევანის გაკეთება ამ შემთხვევაში უფრო მარტივი არის რამდენად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცის ნაწილია ის ვიდრე თვითონ თავად არის რაღაც მნიშვნელობის მატარებელი ამიტომ როცა მასე გაიაზრებ ამ ყველაფერს ხვდები რომ ეს საზოგადო მოღვაწეობის ნაწილი გაცილებით უფრო წონიანი არის შენი ცხოვრებისთვის თქვათ ვიდრე ნებისმიერი პირადი და კერძო შემადგენელი ამ ცხოვრების იმიტომ რომ საბოლოოში ყველა რაღაც ინდივიდუალურად ესე ვიღებ გადაწყვეტილებას რომ ერთი ცხოვრება მაქვს და თქვათ როგორ მივანიჭო მას განსაკუთრებული წონა და საზოგადო მოღვაწეობა გაძლევს სწორედ ამ წონას რომელსაც უბრალოდ სხვა არაფერი არ შეედრება და მით უმეტეს იმ გააზრების პირობებში თქვა რა ქვეყანაში მოგიწია დაბადება რომელშიც ახლა ჩვენ შუაში არ ვართ რაღაც ესე მე ვიტყოდი გაგვიმართლა მაგრამ ნუ აქ არის განსხვავებული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით და როცა ესეთი მოცემულობის წინაშე ხარ თქვა შენ რისთვის ხარ მზად ამ შემთხვევაში თქვა აი რისი გაკეთებისთვის ხარ მზად და მე მგონი ეს ადამიანებისთვის მე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი ამ პროცესში, რანიკაც ერთ-ერთი არის მათ შორის. ჩემი საქართველო იქ არის მეთქი რაღაც მენატრება ხოლმე ხონდა. ყველაზე საღი ადამიანი კი შეწოტავდა მე, მაგრამ მაინც რაღაც გეგულება ის ადამიანები მაინც. ხო და რაღაცა რო ვხედავ ესეთ ადამიანებს მე ვიცი რომ რაღაცა ამ ქვეყანას მომავალი აქვს და ეს ახლა ახლა და სამტკიცებელი ნამდვილად არ გვაქვს უკვე ბევრი მრავალი 1000 წლის განმავლობაში
ეს ასე იყო და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ჩვენი თაობის პირობებში უკან კი არ წავიდეთ, რაღაც წინ წავიდეთ და ეს რაღაცა სადღეგრძელოები რო იცოდნენ რომ რაღაცა იშვილებო თქვენ მოგესწრებათ რაღაცა ჩვენ არაფერდეთ რა ანუ ამის მიმართ პროტესტი მაქვს მქონდა ყოველთვის და მე მინდა რომ რაღაცა ჩემი თაობის პირობებში იქნებ მოვახერხოთ ისე რომ წავიწიოთ რა კარგად წინ და ის პორტხვის რეჟიმში ყოფნა რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა და ეხლა მთლად უკან ჩამოსრიალება ამ ყველაფრიდან მე მგონი რაღაც ეტაპზე ამას წერტილი უნდა დაესვას და ყველა უნდა მიხვდეს რომ თავისი საკეთებელია ეს ნაწილიც საზოგადო მოღვაწეობის ნაწილი და ეს არ უნდა შეატოვოს რაღაც კი ვსაუბრობდი პროფესიონალიზმზე მაგრამ ეს ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია ეს ემოციური შემადგენელი ვიდრე ვთქვათ ამ პროფესიონალი მერე გამოჩდება ამ დაკვეთაზე ხო მერე გამოჩდება ან ბოლო რაღაცას ისწავლის ან რაღაცას ხო თვითონ აი თვითონ ამ გააზრება ამ პასუხისგებლობის მგონია რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და მე მგონი ბევრ ადამიანს უკვე ეს აქვს გააზრებული უბრალოდ ელოდება თამაშის წესების დადგენას ხო აი მით უმეტეს ბიზნესმენისთვის ჩენჩოში ჩაჯდომა შესაძლებელია და საერთოდ ქვეყნიდან გაწევა ბევრისთვის რა და უფრო კომფორტში ცხოვრება მე მგონია რომ ეს ძალიან მაღალი მორალური კომპრომისის ხარჯზე ხდება დღეს რასაც უყურებთ მათ შორის რაც ხდება იმ ადამიანებსაც ძალიან დიდი მორალური კომპრომისის გაკეთება უწევთ და ვერცმუნეთ რომ ეს მათ უფასო არ არის მათთვისაც რა ეს ყველაფერი რა ძალიან ძვირი არის და ძალიან ძვირია ეს ყველასთვის რა და რაც შეეხება იმას პოლიტიკას მე მგონია რომ პოლიტიკა გინარგინა პროფესია არის რა და ამ პროფესიას ჭირდება რომ კონდეს კომპეტენცია უბრალოდ კომპეტენციის ნაკლებობა გვაქვს ჩვენ ახლა ყველგან და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმ პრობლემების და არც თუ ისე პატარა კომპეტენციების ნაკლებობა მათ შორის პოლიტიკაში და კი რაც რესანმა ახსენა მე ამას დავარქმევდი უბრალოდ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი პირადი მიზნები აქვს არ ვიცი თუ რომელიმე პარტიის წევრია პარტიის მიზნები მაგრამ თუ მან ხარ ეგ საზოგადო მოღვაწეობა ეგ არის რომ მიზანი არის შენზე მაღალი და პარტიის მიზანზე მაღალი თორე იმას ვერ გამორიცხავ რომ ინდივიდუალური მიზანი ყველა ადამიანს გვაქვს ხო და დაგვაქვს ხო და თუ სადღაც არ სამსახურში მუშაობ თუ ის პარტია ჩემი სამსახურია ეს პარტიული მიზანიც გააქვს და ვერ გააქრობ მაგას მაგრამ თუ ამ ორზე ზევით არ დგას შენი მიზანი მე მგონია რომ იქ არ უნდა იყო რა ზოგადად რა და მაგით შევძენთ ალბათ მაქაურობასაც კომპეტენციასაც და მეტ ღირსებასაც რომ და ეს რო გამოჩნდება ალბათ უფრო ხალხიც უფრო თამამი იქნება ვისაც მაგალწოდების მიღება უნდა და იყოფნა უნდა კი გეთანხმები აბსოლუტურად აი მაგის გარეშე ყოველ შემთხვევაში არაფერი არ გამოვალა გადასახალისებელია იქაც იდეაში გეთანხმებით აბსოლუტურად დიდი მადლობა აი ხო თქვით რომ 2 საათი არაო და თითქმის 2 საათი ისე გავიდა კიდე შეგვიძლია ახლა უამრავი საინტერესო ის ფაქტი არის გამოფრთხილოთ რომ ძალიან ბევრიც არ ვილაპარაკოთ რომ ძალიან გზადაც არ დავღალოთ ჩვენი მსმენელი რომელსაც მე დამოვიწყდა მაგრამ არ ჭირდება შეხსენება რომ ჩვენი არხი YouTube არხი უნდა გამოიწეროს და ჩვენი Facebook page-იც დაალაიქეთ დიდი მადლობა იმისთვის რომ გვისმენთ და ყავხართ მხარდამჭერებად დიდი მადლობა თქვენ საინტერესო სტუმრებისთვის სხვადასხვა მიმებს ვაქვია ფორმატებსაც ვწდით რაღაცას აი რესან მეუბნებოდა სანამ დავიწყებდით რომ რაღაცნაირად ეს დებატები ცადეო და ეგეც ვახსენოთ მაგრამ ხა მაშინ ეს არ ცადეო თქვათ დებატები არა პოლიტიკოსებს შორისო არამედ ერთ მხარეს იყოს აქტიური მოქალაქე აი მაგალითად როგორც ესანია თავად რა. მეორე მხარეს ისეთ პოლიტიკოსებს, რომელიც მიმართაც ზიზღი არ ექნებოდა, რომელიც მიმართაც აგრესია არ ექნებოდა, უბრალოდ კონსტრუქციულად გულშემატკივარი იქნებოდა თუ პირიქით საკრიტიკო ექნებოდა ეს არ ვიცი, მომწონს ეგ ისამ ფორმატი და შეიძლება მაგ ფორმატითაც დებატების სივრცე ზოგადად ცარიელია მეც უყურებ მაგას. დებატები
როდემდე უნდა იყოს царიელი ვერ ხვდები. აი ჩვენც ხო ეგეც კომპეტენციის ნაკლებობაზე მიუთითებს რა ასპექტში რომ ერთმანეთთან დებატების დასჭირდება. კი პოლიტიკოსებს ბევრს აქვს რომ საერთოდ ერთმანეთს უბრალოდ არ ვждდებით. ქვეყანა იქცევა ამბობენ რუსეთი ვიყოთ ედის ტირილია, მაგრამ ამკაც არ დაველაპარაკები, მაინც ამბობს. კაი მესმე შეიძლება შედეგის ვერ კონდეს, კაი გავიგე რომ პირველ რიგში ნახეთ საინტერესო ესეთი პროცესი. პირველ რიგში ვინას დებატების საზოგადოებრივ მელიას დებატს გულისხმობ, ხო, მე ძალიან მაგარი. აი კომპეტენციაზე როცა სხვათაშორის მელიამ რა უნარიც გამოაჩინა მან. ეგ უნარის მნიშვნელობა. ეგ უნარი მნიშვნელოვანი არა, ეგ უნარი არ ვიცი, მე არ მეგონა რომ ვინმე ამ უნარს თუ ფლობდა საერთოდ რა და. ხო, არა, მე მგონი არასწორი მიმართულება არის არჩეული მაგ შემთხვევაში თვითონ პოლიტიკოსების მხრიდანაც და მაგრამ რაღაც უფრო თავდაცვითი რეჟიმია, ვიდრე ის რომ მართლა გულწრფელად ისაუბრონ იმაზე, რასაც ფიქრობენ და მე მგონი ეს არის ძირითადი პრობლემა. და რა თქმა უნდა, ისიც რომ ზოგადად დიქტატურა არის, ახლა იქ დებატები ხელისუფლების წარმომადგენელი დებატებში რო არ მიიღოს მონაწილეობას, ისედაც გასაგებია, იმიტომ რომ არაფერში სხვა ტიპის კულტურა არის. შენ თუ შექმნი იმას მოუწიოს შეიძლება მიღება. თუ ეს მოთხოვნა გაჩნდა, რომ დებატები თუ შეიქმნა და იქნა და ეს ასე ვთქვათ, გაიტრენდა, ხო? მოუწევს მასაც დაჯდომა. თავისივე ამორჩეველი მოსთხოვს, რომ დაჯექ დებატებში და მანდ უკვე რაღაც დონეზე შინაარსის შემოვა რა. ეხლა სადღეგრძელოებით ვიფარგლებით ძირითადად. ეხლა გადაკეტილი აქვს ეგ საერთოდ კონტაქტი საერთოდ არა. გადაკეტილი აქვს, იმიტომ რომ წარმოიდგინე ეხლა არჩევნების გზად გაგვიგზავნა ეს. არა, კარგია. არჩევნებზეც ეხლა როცა არჩევნები დიქტატურა არ იცვლება, ხო, ვიცით ეს ჩვენ ძალიან კარგად, ისევ და ისევ თუ არ შემოვიდა აქ ვიღაც არბიტრი, რომელიც რაღაც იმას დააწესებს წესებს, ასე ეს არ შეიცვლება. შესაბამისად, თუ წესები დაწესდა და არჩევნები რაღაცას დაემსგავსა, მაშინ უკვე შეიძლება მიიღონ მონაწილეობაც, იმიტომ რომ მართლა რეალო იმის წინაშე აღმოჩნდნენ და თუ ეს ასე გაგრძელდა, რასაც ხედავთ, აი რაც ახსენანი, ამაც ანუ იგივე მომავალში რა იქნება, რომ უბრალოდ დაიწერება ის ციფრი, რომელსაც აი როგორც ეკონომიკა იზრდება რაღაცა პროცენტით, ზუსტად ასე არჩევნების შემდეგ რაღაცა ციფრი დაიწერება, რომელსაც შენ ვერაფერს საპირწონეს ანუ რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, არანაირი აზრი არ ექნება. ანუ ის უბრალოდ ის ციფრი. ხო, მაგრამ იცი ხო, ანუ ეხლა რო თქვა რომ აზრი არ აქვს, არაფერს ვიცი რომ მაგას არ იძახი, მაგრამ არასწორი იქნება, ანუ ყველამ ჩვენ იქ ვინც ვაპროტესტებთ როგორც მოქალაქეები, ვიცით რომ ამას თავისი მნიშვნელობა აქვს და ვდგევართ. იქ ვიღაცა მუშაობს დასავლეთთან, რომ ეგ მნიშვნელობა გარე არბიტრის როლი შემოიტანოს და აბრუნოს და ამ ძვირფასმა პოლიტიკოსებმაც კეთილი უნდა ინებონ და თავის საქმე გააკეთონ, ხო? ანუ იმის თქმა მაგათი მხრიდან რომ იცი რა აქ აზრი არა აქ მაინც იმაში ავტოკრატიაში ვართ მაშინ გავიწავდნენ რა რაღა უნდათ აქ კეთილი უნდა ინებონ და თავის საქმე გააკეთონ მათი საქმე არის შეჯიბრი ერთმანეთთან მიუხედავად იმისა ველი გაქვს ცუდი თუ კარგი შენი უნდა ცადო რა მაშინ მე ხელისუფლების წარმომადგენელი და ოპოზიციის ვიგულისხმებ ეგეც შემოვა როცა ერთმანეთსაც არ ეჯიბრებიან ესენი და იძახიან რომ იცი რა ეხა რა მაგის დრო არ არის თან ჩვენი გაჩერების ერთ-ერთი აი რაღაცის იმას ვქენით რა ქვია პაუზა რო ქონდა ეგ იყო რომ შინაარსი ვერ ანუ არანაირად არ გვაძლევდა საშუალება შინაარსზე ვილაპარაკოთ ანუ ისეთი მდგომარეობა თვითონაც დიდად რო გითხრათ აი პოლიტიკურ უმეტესობა იყო რაღაც პატარა პოლიტიკური პარტიები რაღაც აი იგივე გირჩი იგივე ის რა ქვია ევროპული ფედერალისტები იგივე გირჩი მეთავისუფლება ვისაც შინაარსი რაღაც იდეოლოგია აქვს და მათ კი მაგრამ დანარჩენი პარტიები უმეტესობა იყო რომ ერთ წამით შინაარსზე ხო კი ახსენეს რაღაცები მაგრამ ის ძალიან ზედაპირულად და შინაარსზე რა დროს ეგ არის გამოსჭვილი და პირიქით აქ გამონათებენ მაგით რომ ეს ხელისუფლება ხო რაღაც ეტაპზე იქნება ხელში ასაღები ხო თქვათ ამ რომელიღაცა ოპოზიციური პარტიის მიერ არსებულის თუ მომავლის თუ რაღაც ხო უნდა არსებობდეს ის აი ხო ხედვა იმის აი როგორ აპირებ მე ამ ძალაუფლებას რას უპირებ მეტიც მე მგონია რომ არ გამოჩდება ეგ ალტერნატივა არ გაჩნდება სანამ ეს დუღილი აქეთ არ რაღაცნაირად არ ეგრეა ზუსტად მე ბიზნესმენი მაგიტო ვიძახ პრაგმატული ადამიანი როცა ხედავს აქეთ უშინაარსო რაღაცა ტიპია რომელსაც არ ძალაუფლებას ასხივებს არც ენერგიას ასხივებს და არც შინაარს
დავრჩები მოდიან status quo-ში რა, ისე არც ვიცი ვარჯობია. ან რა რეფორმებს გაარო, რითი მოდის ამ თამაშ წესებზე კემაინს რაღაცაზე მორგებული ვარ. ცუდია, შეიძლება, მაგრამ შეიძლება ის უარესი იყოს კიდე რა. კი, ამ დამატებით საერთო უკრაინა რაღაცები ემატება, აი ტრამპი ხო ხედავ, მაინც არ მოგხედავდნენ და ისედაც არეულია ყველაფერი ნახე მსოფლიო არეულია და ეს რა დროს მაღაზია ლაპარაკი, ჯერ მივყვეთ მოვლენებს განვითარებას რა. ანუ მიუხედავად ყველაფრისა შინაარსზე საუბარი მაინც არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი რა, მე კიდე დამატებით იმას. თუნდაც აი კრისტალიზაცია იმის, რომ თუ აქვს შინაარსი ეგეც გამოჩნდება. ხო, მაინც გამოჩნდება აქ თუ არა რა. მაგის კრისტალიზაცია. სადღეგრძელოების იქით ვერ მიდიან როგორც ხშირ შემთხვევაში რა. მაგრამ არის ძალიან ბევრი ინდივიდუალური პოლიტიკოსები არიან, ვისაც აქვს ამის რესურსი და პოტენციალი და მეც გეთანხმები, რომ თქვათ იგივე გამოჩნდება ხალხი რა, ვინც უშუალოდ რა პოლიტიკას გადაწყვეტს, რომ გააკეთოს უფრო აქტიურად. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო, იმედია მენელისთვის და ძალიან არ დავყარით. აი მე მგონი 2 საათამდეც მივედით რა. მადლობა. მადლობა. მადლობა.